Hello. ვასრულებთ, რა თქმა უნდა, სიტყვას და ვასრულებთ დანაპირებს. და დღეს პატივი დაგვდო და გვესტუმრა საბა ვაშარმაძე. მოგესალმოთ. მოგესალმებით. პირიქით პატივი არის ჩემთვის აქ ყოფნა, ასეთ ლამაზ მუსიკალურ გარემოში თქვენთან ერთად ბიჭებო. გეიხარე საბა. რა შვები რა ვახ. კარგად, ხოთა შორის ნელ-ნელა მოვდივართ ხოთზე, რაც ხა. არა, ისეც კარგად ვიყავით, მაგრამ უკეთესობას რო იმაშვები, ხო იცი, ეძებ მაინც რა, უკვე რაღაცა რო შეიცვალოს რა. რო არ იცვლება არაფერი და ერთ ხოთში რო ბუქსაობ, ხო? ანუ ზოგჯერ ჯობია რომ ცუდისკენ მაინც შეიცვალოს, რაღაცა მოხდეს. ხო და ამ ბოლო დროს რაღაცები ხდება რა, იქიდან მოხდება რაღაცები, ანუ ასწორებს რა იდოქში რა, არ გვაძლევს მოსვენებას. შენსკენ აფერა. ეს ასე, აი მოძრაობაში, დინამიკაში რო ხარ, ხო ის შანსი არ ამოიწყინო, გინდა ცუდი ხდებოდეს, გინდა კაი დინამიკაში და მოძრაობაში რო ხარ, აბა ხოძე ხარ მაინც და ასწორებს. ანუ თქვენს ვიჟენიაში ხართ, კაი ასწორებს, მაგრამ გაგვიხარდეს. რა თქმა უნდა, ისევ ურბანტულში ხდება ეს ყველაფერი და ბათუმში ხდება ეს ყველაფერი. ყველაზე ბათუმური ვიჟენია არის ურბანტულში, რა თქმა უნდა. Yes sir. ყველაზე ღრმა underground ბათუმური. საბა. მუსიკას აკეთებ? მუსიკას ვაკეთებ, ხო? მუსიკას ვიკეთებ. იკეთებ მუსიკას. ახლაც ბევრია, ხო? ბევრს. მუსიკას ერთი ამდენი 5 წლის ვიყავი რაღაცა. და ჩემმა ძალიან წამათრია მუსიკალურში. მუსიკალური რო დავამთავრე. იმის მერე გაგონება არ მიდოდა ვაფშე მუსიკას. დაამთავრე მუსიკალური? არ ვიცი. 7 წელი ვისწავლე რა. ის ჩვეულებრივი კლასიკური სამუსიკო სკოლა, ხო? კლავიშზე თუ? კლავიშზე და ნუ გუნჩი წვეროდი, მაგრამ საგუნდო სადირიჟორო დავამთავრე. აჰა, ანუ ესე იგი სოლფეჯიო? კი. გახსოვს? თუ იცი და ფერი არ მახსოვს ვაფშე. ვაფშე არაფერი არ მახსოვს, მეზღებოდა ყველა მასწავლებელი, ყველა მეზღებოდით იქ ვიწეყავი ჩემი მასწავლებლები რა გიტანს დღემდე. რო უკრავდა ხელზე სახაზავი და რაღაცეები, ხო? ზუსტად მაგენი ხდებოდა და ერთი იყო მარტო, კაი სოლფეჯიოს ვინც მასწავლე და გაკრას ის იყო კეთინო, კაი ქალი და ის გამოცდებზე მკარნახობდა ხოლმე სულ რაღაცებს და იმან გამატანია, კაროჩე. Ясно. ბიჭო, რა მინდა იცი? გევიგოთ. ახლა შენ მაგალითად ახლა ლაივები რაღაცები დატვირთვები ამბები, ტურები ამბები არის რა. ანუ როცა წამოვიდა ეს ბევრი ამბავი თქვენთან დატვირთვა უფრო ცოცხალი შესრულებით და ნუ რაღაც იქ მოლაპარაკები ამბები, ნუ ალბათ შეიძლება ყავთ ადამიანი ვინც მაგას აგვარებს, მაგრამ შეიძლება თქვენით აგვარებთ რაღაცეები რა ეს. მაგრამ ამ სუიტაში სიტყვაზე ასე რომ ვთქვათ და ამ დაძაბულ მომენტებში და ამ მოლაპარაკებებში და ამბებში, ანუ სიტყვაზე პახოდუ მოგდის ხოლმე ახალი სიმღერები და ტრეკები თავში თუ რაღაც დროს ყოფ, სადმე მიდიხარ და სპეციალურად ჯდები დასაწერად თუ საერთოდ რანაირად ხდება? აი, ძირითადად რომ დავაკვირდე, რანაირად ახლა იცი რომ აი შენ თქვის არ იყოს ახლა მაგალითად ვინმესთან რამე დიალოგი რო გაქვს, ან რამე საქმეზე რო ხარ ან რაღაცა მაგ მომენტში არის რაღაცა ერთი წერტილი, სადაც იჭერ იმ წერტილს, რომ თვითონ თავში ჩდება ეგრევე, ან სიტყვა. მე უმეტესად მასე ვარ, რომ ვიღაცას რო ველაპარაკები, ან რაღაცა თემაზე, ან რამე საქმეზე რო ვარ და რამე სიტყვას რო ვახსენებ, ან რო გავიგონებ და იმ სიტყვას და ვიმახსოვრებ, რაღაცა ერთი სიტყვა არის და მე ის სიტყვა მიმაქ სახში და იმაზე ვაკეთებ რა რაღაცებს. ასე რომ რაღაცა ვთქვათ, ავდგე და ვთქვა, რომ ახლა უნდა წევიდე და თქვათ მუსიკა გავაკეთო სახში და რაღაცეები, შანსი არა. დაჟე აი სიმართლე გითხრა, არც მე არც ნოდარი მაგდენით რომ თქვათ იმენა წერისთვის და რაღაცა არ დაგვითმია, ძირითადად ისე იყო ხოლმე რომ ის ცალკე მუშაობდა, მე ცალკე და მე სახში ხვდებოდით ერთმანეთს და აბა წავიდა ეს და ორივე წერდით თან ის ხან წერდა ბას, ხან მე გიტარას, ხან პირიქით, ვოკალსაც ორივე და რაღაცა მართლა რაღაც გარდამტეხი მომენტივითაა რაღაცა აკრას ამ მოძრაობაში და დინამიკაში რო ხარო, ერთი წერტილი არის რაღაცა რომ დაიჭერ რაღაცა სიტყვა
აუ და ეს სიტყვა არის სიმღერა და მე რა იმ სიტყვაზე იგება მთელი სიმღერა ვაფშე რა. ანუ ესე იგი ის სულ ჩართული გაქვს, როცა შეიძლება რომ რაღაცები დაითრიო და პახოვდო შეიძლება მაგას ხო ქვია მუსიკალური აზროვნება, ანუ მასე აზროვნებ. ყოველ დღე ქუჩაში დადიხარ და მუსიკალურად აზროვნებ. ყველაფერს ვაფშე რასაც უყურებ, თქვა წარწერას, ან მე წაიკითხე, ან ვიღაცა რაღაცას, აი სტანდარტულად არ აზროვნებს მუსიკოსი რაღაცა ეგრე მჯერა. და თავის ხედვით რაღაცებს გააბწკობ და ეგრე. მოლაპარაკებებზე რა თქვი ერთ პერიოდი რაღაცა მცელობასავით ქონდა მენეჯერის ხოდი, მაგრამ მივხვდით რომ პროსტა გარემო არის ისეთი რომ ჯობია რომ შენ თვითონ იმასთან რა მოლაპარაკებებით და ყველაფერი შენ თვითონ ჩარიშო ვაფშე. ხო, კი, ჯობია, იმიტომ რომ პირდაპირ მაინც კავშირია რა და აქ მაინც შუამავალი როცა რა, ანუ ამასთან მაინც გიწევს მოლაპარაკება, მე ის მასოზე სხვა სამოლაპარაკე რაღაც ხო ბაზარი რა არის რა. ასწორებს მასე რომ. თან ზუსტად სიტყვებით ესე იგი შენ უფრო ტექსტიდან იწყებ ამბავს, ესე იგი, ხო? თუ უფრო თან შემდეგ მელოდიას ურჩევ, ხო, ალბათ ტექსტი როგორი გამოვა. აი სიტყვა თუ გაეძრო. ხო. ეს სიტყვა წერანაზებს ფაზრობდი. მე ვაფშე ჯერ ტექსტს ხელს არ ვკიდებ, პროსტა იმ სიტყვას რო ის სიტყვა რო არსებობს, უკვე ხვდები რა დუხში უნდა წავიდეს სიმღერა, ანუ სიტყვა ხო როგორიც. და მე ვდგებით და სულ პირველი ვწერთ ხოლმე ბასს რა, ბას მელოდიას ვქნით პირველი. უმეტესად რა, 90%. და მე ბასზე ასე ნელა ვაკოწიწებ და ინსტრუმენტალს სანამ არ მორჩებით ხოლმე ბოლომდე, მანამდე ტექსტს არ ვწერთ ვაფშე. ვა. ინსტრუმენტალს რომ მორჩებით, მე ტექსტი როგორ იწერება, იცი? ეგრევე იწერება, 5 წუთში იწერება. ყველაზე ცნობილი ტრეკიც რაც გვაქვს მდევარი, ინსტრუმენტალი რომ გავაკეთეთ და ზუსტად რაღაცა 5 წუთში დაიწერა მთელი ტექსტი. ეგ ტექსტი რა, ეგეთი ხოდი. ანუ თუა მაგალითად ეხა იმის შეგრძნება რომ და განსხვავება თქვენ პონჩი რომ აუ ერთი ძმურად შეგიძლია აქეთ რო გადაждდე, რატო იცი? ასე საბას რო უყურებ, შენც გაგონია რომ ასე მაგ თვალები ხო ასე ხარ რა. ბოდიშიც მოხდით. ბოლომდე საბაზე ვიქნები ორიენტირებული. საბაზე რო კენ ორზე დაინზე ვიქნები ორიენტირებული ზმან, აა. ხო და რისი თქვა მინდა კი? ნახე ხა რო იწყებდით, მე ვიცი და საერთოდ ყველას მასე გვაქვს, რომ იქ რაღაც მიზერულად რაღაცა ინსტრუმენტები და შეიძლება არც გაგდათ ხოვულობ ვიღაცისგან ინსტრუმენტს და იქსიმები რაღაცები ხოვრობა რამდენი ხო რა ანუ რა მაინტერესებს ეხა რა თქმა უნდა მაგაში განვითარება არის რა თქვენ პონჩით და ისეც რომ რაღაცა უკეთესი გქონდეს რაღაცა ანუ იყენებთ ხო ამ ყველაფერს მაგალითად თანამედროვე რაღაც მანქანებს ან თანამედროვე გამარტივებულ რაღაც ციფრულ რაღაცებს აი ამ ყველაფერთან როგორ შეხვედით კავშირში მაინტერესებს იმიტომ რომ რა თქმა უნდა შემდეგ მოიყრებოდა რაღაცას იშოვიდით უფრო შეიძენდით გაჩუქებდნენ ან რაღაც რაც იქნებოდა და ანუ რა შედეგამდე მიგიყვანა თუ იყო განსხვავება და ანუ ემოცია თუ შეცვალა მაგან მუსიკის იმას როგორი ემოცია ქონდა ამას როგორი ანუ ეს ყველაფერი მაგრამ მაინტერესებს მე და ალბათ სხვებსაც ვინც ვიყო თავიდან როგორ ვიყავით იცი მაგარი ტუტუცი ბიჭები ვიყავით იმიტომ რომ ვაფშე აი შეიძლება გიტარა ლაივზე რომ მიდიოთ გიტარა ანუ ისეთ რაღაცა თან ხო იცი ჯანკი ცხოვრების წესი მაგ პერიოდში რო დავიწყეთ ჩვენ მაგარს ვაჭერდით და გიტარის გარეშე ამდენჯერ მივსულართ ის ლაივზე და მაგნაირად ანუ იმენა ალეობა არის და რაღაც პერიოდი მე თქვათ არც პედალბორდი მოგვიხოდი არაფერი 1-2 წელი ასე გავიდა რა აი როდის დავამუღამე რომ შეიცვალა იცი ეგ ხოდი განა ვინმე რამ ჩვენ ვინც მაგაცები რო უკრავდნენ ხოლმე თქვათ სულ მიშოული ვართ მაგას რომ სულ ერთ ინსტრუმენტებზე უკრავდით და ახლა თქვათ ადრე არც იყო ბევრი ინსტრუმენტი ქუთაისში და მაგ მოჭ ყველა უზიარებდით ერთმანეთს მე რო დავამუღამეთ რომ კომპიუტერში რა თქვა ჩანაწერში რა ეფექტების ქონდა და რაღაცეები ბიჭო საჭირო არის ეფექტი და რაღაცა ელემენტარული რო ცოტა მოდი აბა ვცადოთ ხო ლაივშიც რო რაღაც ის ეფექტი იქნება და რეპეტიციის დროსაც იქნება რა დავწეროთ და რაღაცეები და აი მან დავიწყეთ ნოდომ რამოდენიმე პედალი მოაგროვა მეც რაღაცა ის მქონდა პროცესორივით რაღაც ბასის პროცესორივით და რაღაცეები და ნელა შეიცვალა რა აი თვითონ დამოკიდებულებად შეგვეცვალა მუსიკისადმი და მე ვაფშე პიკში მამუკა არის გაფრინდაშვილი ჩვენი ძმაკაცი თავისი მინი კომპანია აქვს აუდიო ბოი და რეკლამა გამომივიდა კი აუდიო ბოის ვარეკლამეთ ვაფშე ანუ
იმ არაკომერციულ კომპანიებს ვინც მუსიკოსებისთვის რაღაცას აკეთებს ვარეკლამებთ კი არა ვენაცვალებით და ყველაფერს რავი კაის ვსურვებთ ასე რომ ვთქვათ აი მამუკა რო გამოჩნდა ჩვენ ცხოვრებაში მან შეიცვალა ვაფშე ეხოდი რა სკაშიც და მეორე ჯგუფშიც სტრეშიც იმიტომ რომ მადლობა იმიტომ რომ ძმა აი იმენა მაგამბებში არის და ჩვენც მოგხოდა მაგაზე რომ აბა ბიჭებო აბა ახალი ტექნიკა აბა გავეცნოთ რა ხდება ეს ის პედლები აბა ეს ამას აკეთებს ეს იმას აკეთებს ბოლომდე გვერდში დაგვიდგა და ჩვენც დავამუღამეთ რომ რეალურად მართლა მუსიკის წერა თუ გინდა და საღლაბუცოთ და რაღაც არ ხარ უნდა ადგე და ხო წაყვე იმ თქვათ ახალი რაც გაეცნო შეიძლება არ მეგეწონოს და თქვათ რაღაცა ძველი გირჩევნება ხო უნდა გაეცნო და გაყვე რაღაცებს და მე თავისთავად დამოკიდებულებაც იცვლება ვაფშე დამოკიდებულებაც იცვლება მუსიკისადმი რა უფრო შემეცნებითი ხდება პირველ რიგში და მთელი მუღამი ხო მაგაშია რომ თქვა მუსიკოსი რო ხარ მართლა რაღაცა მეცნიერებასავითაა მუსიკა რომ რაღაცა აი ახალს გებულობ სულ სწავლობ და მიდიხარ და ეგ მთელი მუღამი ხო მაგაშია რომ ახლა რაღაც წერტილები მოდის ახლა თემა აი რომ დავამუღამეთ მე რომ იქ აბა ჩვენი ხმა ამოვიყვანოთ რაღაცა აი განსაკუთრებით ბოლო 1 წელი გიტარისტი რაც დავიმატეთ კიდე ერთი და რაღაცები, მაგას დავიწყეთ რა აქტიურად მუშაობა მამუკასთან ერთად, რომ აბა დავხვეწოთ ახლა საუნდი, გავეცნოთ ტექნიკას, რაღაცები და ახლა მაგ სწავლის პროცესში ვართ რა. იგივე გქონდა იმაზეც Ableton-ზეც ვთქვათ, ჩაწერა რომ დავიწყეთ, Nodozis სულ კომპიუტერთან Ableton-თან და თან სწავლობს და თან წერს და ვწერთ რა დღემდე. 4 წელი კი გავა მალე რა. ისა რა ქვია, თან პახოვდრო რა თემა, ანუ ესე იგი ამ რაღაცებს ეფექტებით თუ რაღაცეებით, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ესე იგი შეიძლება უფრო დაჟე, ანუ რაც დასახმარებლადაა მოგონილი მუსიკის. შეიძლება დაჟე პირიქით უფრო დრო გაზარდოს მუსიკის გაკეთების, ხო? იმიტომ რომ იქ უკვე რაღაც შესაძლებლობების დიაპაზონს ადიდებს და რაღაცა უფრო ჩადიხარ და ვა იგივე დიჟუხა გვაქვს, ხო რა? მასეა ბაზარი არის, იმიტომ რომ სვუქს ზებნას უწყებ და რაღაცა ეჩალიჩები იქ შემდა, ასე ჯობიაო, იქ ჯობია, რომ შენ შეცვალო სტილი, ახლა ჩვენი ახალი სიმღერები რო ნახო, ვაფშე არც ერთი პოსტბანკი, რო პედლები რო გაგვეჩითა და რაღაცა თქვათ იქ რაღაცები რო გაიჩითა ახალი და ჩვენთვის საინტერესო, ვაფშე შევცვალეთ სტილი. თქვათ მანამდე პოსტბანკს, პანკს უკრავდით, ახლა ალტერნატიულ როკზე გადავედით ვაფშე, იმდენად დაგვევასა ეს ახალი ზუკები და იმდენ რაღაცას გავეცანით, რომ ხა მივხვდით, რომ უფრო ამის დრო არის რა და ეს უფრო ასწორებს ზა. თან წლები გადის ხო იცი, შეიძლება ერთ წამში შეგეცვალოს, ახლა ეს მინდა და რაღაც. და ისე ეს უფრო პროფესიონალიზმი და ვარ ვთქვათ, პროფესიონალურად რო უფრო უდგები რაღაც საუნდებს და რაღაცებს. ძველთან შედარებით როგორ ცვლის ემოციას თვითონ სიმღერების? ან თუ ცვლის ვაფშე, ან რანაირად მოქმედებს? აი ემოციას აი როგორც ასეთი რომ ვთქვათ, ეხა რაღაცა ვთქვათ, უფრო გამძაფრდა ან უფრო რა სწორებს, იცი? აი შენ რო უკვე შენი ამოყვანილი საუნდი გაქვს და შენ ზვუგზე დგახარ, მანამდე ვთქვათ, პროსტა რაღაცას დავაჭერდით და კი ის ძალიან გულწრფელი იყო და ყველაფერი და აი გულწრფელი რო არის, აი მანდ всё უკვე ყველაფერი დამთავრებულია და კაია. აი უკვე რო თან პლუს თესლი საუნდი გაქვს. აი მანდ უკვე უფრო მგონია რომ უფრო ემოციური ამბავი არის რა. ჩემი აზრით როგორ არის, ანუ მაგ დროს შენ უფრო ემოციური ხდები და რაღაც ცოტა უფრო ემოციურად გადმოცემ, მაგრამ მაგალითად მაყურებლისთვის ახლა ეს უბრალოდ არის ჩემი აზრი, საბას აზრი და ასე შემდეგ რა. ანუ ესე იგი მე რო გიყურებდი ახლა მაგალითად და შენ უფრო ამ ეფექტების და უფრო გამოყვანილი ხმით რო უკრავ რა სიტყვაზე და რომ ხერი უფრო ემოციურად, იმიტომ რომ უფრო მოქმედებს შენზე ეს უკი შეიძლება უფრო იდუმალი იყოს, რატო იცი? და რატო აიდუმალი უფრო კაი რა. ანუ ნახატებიც ხო იდუმალი და ცოტა ფერი ჩაბმული აზრები რო აქვს, ხო უფრო საინტერესოა რომ მოსაძებნია ემოცია რა. კი. აი მაგ პონჩი მე მგონი მაგრად ასწორებს ეფექტები და ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 100%-ია. გიხურებ და რაღაც ემოციურად განწყობილი ხარ მაგრამ უნდა ჩაუძრე შენთან რომ ანუ ანუ სიტყვაზე ის პირველი დანაჭერი, ან სიტყვაზე აკუსტიკური აკორდი ხო? სუფთაა რა, გულწრფელია ეგრევე და ეგრევე უხდები ზუსტად რა ემოციაც გაქვს რა. მაგრამ ამ ყველაფრით რო აფორმებ ძებნა მიწევს ემოციის და ახოდო ანუ ტრიფის პონტია რა. მოძრაობ და ეძებ. აი მაგარი ახსნა და ის ნახატთან კაი შედარება არის, იმიტომ რომ
აი თქვათ ნახats რო შეხედავ ხა, ერთი შეხედვით ხო ვერ გაიგებ ყველაფერს. შეიძლება ნახევარი საუკუნე უყურო, იმ ნახats და ახალი რაღაცები აღმოაჩინო და მასია ზუსტად გონი საუნდზე, შენ როგორც თქვი, რომ ნახა მარტივი საუნდი რო ამოყავს უცებ და წკაპსკოპ და რაღაცეები, გასაგებია, მოусმენ და ეგრევე ხვდები ყველაფერს, მაგრამ იქ უკვე კაი ზუკი რო დგას და გაშლილი რო არის და ჰარმონიული ყველაფერი. მაგიტო არის აი ლეგენდარული ბენდები რო არსებობენ, მგონია რომ მაგიტო ძლებენ დიდი ხანი რა, ნუ ბევრი მიზეზია კიდე ის გამოს დიდი ხანი ძლებენ, მაგრამ მგონია რომ ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის რომ არ ყოფნის, ანუ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იმაში ახალ რაღაცას იჭერა, ან მუსიკაში თვითონ, ან ტექსტში, ან ეგა მთელი მუღამი მგონია ეგა. თან ძალიან რთული ამბავია ეგ და საინტერესო როა მაგიტო ასწორებს და მაგიტო ვართ და გვისწორდება და ვაკეთებ. Yes. მაშინ დავჭეკო. ის არის შენ ხო? ერთი კაი სიტყვა. მე მინდა რომ პირველ რიგში გაუმარჯოს Urban Tools. მადლობთ Urban Tools. ამ წამოწყებას. და ჩვენ ვამბობდით ამას წინ თქვენ სულ უყურებ Urban Tools და ვამბობდი რომ ამ სახის მუსიკალური პოდკასტი საქართველოში არ არსებობს. ხო, რაღაცნაირია მგონი, ხო. აი, თავიდან ფიქრობდი, რომ ალბათ დასავლეთ საქართველოში რაღაც, მაგრამ არა, ამ ხალხს ჭირდება, მეგობრებო, საპორტი ყველა ვარიანტში, განსაკუთრებით პირველ რიგში მუსიკოსებისგან. რა თქმა უნდა, და ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და გაგიმარჯოთ ბიჭებო. კაი საქმეს გაუმარჯოს. მაგათ ასწორებს, რომ რაღაც ისეთ რაღაცას აკეთებ. ანუ შეიძლება არც ფიქრობდი, რომ ისეთ რაღაცას აკეთებდი, რომ მარტო შენთვის არ იყო. შეიძლება არ ფიქრობდი, ახლა მე ვფიქრობდი ნახდათ, იმიტომ რომ თვითონ ჩემი მუსიკა მარტო ჩემთვის მქონდეს ეს ხელოვანი ადამიანი ასევე არ არსებობს. ხელოვანი რო ხარ არის ვალდებულება ის რომ სხვა ადამიანებს უნდა გაუზიარო. ხო, მთელი მუღამიც ხო მაგაში არის რა. და ანუ ისეთი რაღაცა რო ხდება რომ აი ხელოვანი ადამიანი რომ ხელოვან ადამიანს რო უსწორდება ასე რომ ვთქვა შენი საქმე და უკვე შენი საქმე სხვებსაც ეხება კარგად ხო? ანუ ეს ძალიან მაგრას სწორედ. როგორი პონტია იცი? რაღაცას რო ჩუქნი და რო გისწორდება ხო აზე ხარ რა რო უსწორებ რაღაცა ისეთი შეგრძნებები ხო და ზუსტად ეგ მაგას აკეთებ რა. შენ ახლა იდეაში ვიღაცას რაღაცას ჩუქნი. ანუ იდეაში საპორტი ჭირდება, იმით ჭირდება რა, საპორტი უნდა მიიღო, იმიტომ რომ შენ გაეცი უკვე საპორტი რა. ეს საპორტი არის ყველა მუსიკოსისთვის ამ ქვეყანაში ვინ ცხოვრობს ვაფშე. ეს პოდკასტი არის საპორტი. და ხო რა, ეგა რა. ხო და მაგრად ასწორებს და გაუმარჯოს. და გაუმარჯს. ისეთ რაღაცებს, რაც გვაერთიანებს. აუცილებლად. ბიძინა მეზიზღები. თქვენ მეგობრებო, რა უნდა დაგავიწყდეთ? ლაიქი, რა თქმა უნდა და აქ უკვე ცოტა უფრო მეტი ლაიქები გჭირდება, რა თქმა უნდა. აუის მინდოდა სულ რომ ექნა. აი აქ გამოჩნდება subscribe ნიშანი და დააჭირეთ და აუცილებლად უნდა დიდი სტიმულია უბრალოდ რა. აქედან ჩვენ სიამოვნებას ვღებულობთ, რომ თავისუფლად საუბრობთ და სტიმულია იმის, რომ კიდევ საინტერესო ადამიანები, რომლებიც არსებობენ, დავაინტერესოთ, მოვიდნენ და ვასაუბროთ თავისუფლად. და ბიჭებმა დაგვირდნენ, რომ თუ იქნება დაინტერესება, ბევრ კარგ მუსიკოსთან გვექნება წვდომა. აბა რა. აქედან გამომდინარე, საბა, შენი მოსაზრება მჭირდება კონკრეტულად ბათუმზე. იმიტომ რომ შეხება გაქვთ, ხშირად გქონიათ აქამდეც გქონიათ, სკაზამდეც გქონიათ და ბათუმელ მუსიკოსებთან რაღაცეები იქეთ-აქეთ. მე მინდა აი ისეთი ნატურალური მოსაზრება დამიფიქსირო, რა სახის სცენე გვაქვს. თუ რა ქვია მაგას. ამ პონჩი, ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ამას აღარ ვიტყვი არასდროს, იმიტომ რომ აქ ეს პოდკასტი გაკეთებულია მისთვის, რომ ვისაუბროთ თავისუფლად და ვიღაცები ნუცილობთ, რომ თავისუფლება დაგვირღვიოთ. ალტერნატიულ underground მუსიკაზეა საუბარი. ხო, რა თქვენ არ გეხებათ ეს რა. ეს ეხება არავის. ხო. ვაფშე თავიდან დავიწყებ. ხო, ბაზარი არა, როგორ ჩემ ბათუმთან აი მუსიკალურ კვეთაზე დავიწყებ თავიდან და მივიყვან აი საბოლოოდ რა წარმოდგენაა რა. სულ თავიდან პანკს უკრავდი. სულ პანკს უკრავდი მამეთ. და უფრო იცით ხო რაღაც. ხო, რა ქვია მაგ სტილს ისე? ზუსტად არ მახსოვს. კლასიკური პანკ როკიც დავიწყეთ ჩვენ. კლასიკური პანკი. აი თუ ის ნოდო უკრავდა მანამდე იმაში ხო? ერთადაც უკრავდი ჩვენ, ერთად დავიწყეთ ვაფშე. აი როგორი ხოდი, იცი, აი აუთსაიდერის ხოჩი, აუთსაიდერი იყო ჩვენთვის, აი კუმირები. ხო, იას.
ბათუმში რამდენად ეს თავიდან რომ ჩამოვდიოდით დასაკრავად და თქვათ რაღაცა თქვათ იქ სარდაფი იყო ან რაღაცა ბარი იყო ან რაღაცა რომ დავიწყეთ დაკვრა რა დავამუღამე იცი რომ პირველ რიგში დავამუღამე ის რომ ხალხი რო გავიცანი აქ მუსიკოსები და თბილისშიც არაერთად მუსიკოსი აქვს ნათქვამი რომ ბათუმში ყოველთვის იყო ამ ჩემი კონკრეტული მიმართულების აი რომანტიზება და ესაა ძალიან კაი და ეხლა რას გულისხმობ ანუ ბათუმში რაღაცა 90-იანი წლებიდან მე რა ინფორმაციაც მაქვს მოპოვებული უფროსი ბათუმელი მეგობრებისგანაც არსებობდნენ ჯგუფები რაღაცა მოძრაობის სახე ქონდა ყოველთვის რაღაცა წლები იყო ამ ქალაქში სადაც რაღაცა ვთქვათ ამოხეთქავდა და რო დავამუღამე საბოლოოდ ისეთი სტილის და ისეთი მიმართულების ადამიანები, ისეთი ტიპის აზროვნება, ვთქვათ, მუსიკოს აქ როგორიც შეიძლება ქონდეს, ბევრს არ ქონია არც თბილისში და არც ქუთაისში რა, ზღვისპირა ქალაქია და საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება იყო მუსიკისადმი და რა თქმა უნდა, აქეთ ხელა ზომის ინფორმაცია შემოდიოდა სულ ბათუმში, რომ ძალიან ბევრი რამე საზრზე იყო ხალხი აქ თავიდანვე. და მაგაში ვარ 100% დაჯდა. ეს ჩვენ რო პატარები ვიყავ, იქედან დაწყებული. ჩვენ რო ვაფშე დაბადებულებიც არ ვიყავით თუ გინდა. შენ რამდენის ხარ? ანუ მე ვარ 25-ის. 25-ის ხო? ხო. შენ რამდენის ხარ? 30. ხო. ხო, რა აზრი აქვს რა. ვაფშე. მგონი არა. ისე როს არ ბაზროთ, მეც არ მე ვაფშე 18 წლის დავიწყე დაკვრა. 18 წლის ვიყავი პირველად რო გიტარა დავიჭირე ხელში. ეს რის გამო იცი? არ დაგავიწყე საუბარს ბაზროთ. წარმოიდგინე რატოა ცუდი და რატო ბაზროთ სულ ისეთ რაღაცეებზე რომ ცოტა საერთოდ ანდერგრაუნდში როგორა გვიყვარს ისეთი რაღაცეების გადალახვა და ისეთ რაღაცეებზე საუბრები რაც გვაწუხებს რა რაც გვიხარია ისეც ვიცით რა და ისეც ბევრ დროს ვსმობთ იმათ რა სიხარულისა და ამიტომა ასე New Wave გახსოვს შენ ასეთი ფესტივალი ბათუმში ანუ მარტო ბათუმში არ ტარდებოდა მე მგონი კორტებზე ხო არ ტარდებოდა კორტებზე იყო? არა, ძველი ეშმაკის ვორბალი გახსოვს უნივერსიტეტთან სად იყო? კი. აი მაგ ტარდებოდა. მე მგონი New Wave რო აქ ტარდებოდა, მაგ დროს ქუთაისში ტარდებოდა როკ ფესტივალი, რაღაცა ერქვა რა. და მე ვერ მოვხდი მაგ. ანუ იმ დონეზე არ ვიყავი ჯერ მუსიკაში და რაღაცაში, რომ მაგ ვერ მოვხდი კარენა და ბიჭები რა, ძროსლები ცოტა ჩემზე, მაგ ქუთაისის ფესტივალზე ბათუმიდან დადიოდნენ. Rock Festi ერქვა მე მახსოვს ქუთაისში Rock City Festi იყო და Rock City Festi მიწის რაჭი ვახტება ვიზრა ნორმალურები თუ ვაუ მაგარია კაი ბიჭო ვიცოდი რაღაცა რომ მოხდება აბო ვიცოდი რაღაცა მოხდება ეხა ანუ წინაზე შენ ხო იყავი ნოდოზე ხო, ნოდოს პოდკასტზე იყავი, ხო? კი, კი. ვახ, ძალიან გაგვაქანა. შუქი ჩაქრო. და ახლა ბიჭო, მიწის რა მოხდა? ძმობას გავიწევ, ანუ თქვენ გაქვთ ამ ეშმაკთან ხელი მოწერილი თუ მე? აუ, ჩე. აუ, არა, იგი უკვე რაღაცა ხდება. ანუ ან ძალიან დიდის ნიშანია ეს, კაის ნიშანია. ან არასდროს ჩვენ არ ვაკეთეთ, მაგრამ არა, ვიცხავს ხო, რა ვიცი რა. არა, ხო, რა ნიშანია უეჭ. New Wave და Rock City ფესტივალი იყო ქუთაისში. Rock City ფესტივალი იყო. და Rock City ფესტივალზე უკრავდა მე მახსოვს ბათუმელი მუსიკოსები უკრავდა. ხო, და სულ მქონდა მუღამი, მაგ დროს ვიყავი დამწყები. ბიჭები იასნა მასაპორტებდნენ რაღაცა, მაგრამ ჯერ მჭირდებოდა ბენდი არ მყავდა რაღაცა, რაც სულ მქონდა იმის მუღამი, რომ მეთქი მაგ ფესტივალზე უნდა მოვხდე და მაგ უნდა დავუკრა რა. ხოვაზე ხარ. და როცა ბენდი გავაკეთე და უკვე რაღაცა ლაივებისთვის მზად ვიყავი, კაკრას ეგ ფესტივალი ქუთაისში უკვე აღარ იყო რა და ძალიან გამიტყდა. მაგრამ ასეთი მსგავსი ფესტივალი იყო New Wave რა. მასე რა ქვია, მაგ ეშმაკის პრობალთან ტარდებოდა. ანუ ძალიან მაგარი იყო რა. აი როგორცაც მე ვიდეოებს უყურებდი ქუთაისში რო იყო, ისეთი იყო აქ. აი სუბთა ალტერნატივა, სუბთა ანდერგრაუნდი. მოშთა ჯგუფები უკრავდნენ ისე ხო? ჯგუფებიც უკრავდნენ და თვითონ ფესტივალიც მაგარი იყო და თვითონ იქ ვინც მუშაობდა მაგაზე და ორგანიზატორიც. ანუ იმენა დუხდა ეს ყველაფერი. ვინ იყო ორგანიზატორი? არ ვიცი, ნახდათ არ ვიცი. მაგრამ ძალიან მაგარი იყო რა. და მაკრო პირველად მოვხდი. უბრალოდ კონცერტი იყო, ბათუმელი ხარ და წამა კონცერტზე. არ იცი რა. მაშინ ნუ იასნა ჰიპ-ჰოპს არც უსმენდი არაფერს ვაფშე, მაგრამ ჰიპ-ჰოპი მე ვასებოდა რა.
ხო. რაღაცა როგორც ყველას, მაგრამ 50 ცენტი და რაღაცა ხოვაზე. ხო, ჰიპ-ჰოპი მეც ჰიპ-ჰოპით დავიწყე. ხო, რა, და ხოვაზე ხარ. ზმანიც ისეთ ჰიპ-ჰოპს მან ფართეში არ ვალით და რაღაცა და ჰიპ-ჰოპი რა, ასწორებდა. აბა, ეხლაც ასწორებ. ხო, რა, თან R&B და რაღაცა, ხო იცი რა პერიოდი MTV და რაღაცა დვიჟენიები. ხო და მაქრომ დავინახე პირველად ბენდი ცოცხლად რა. ანუ პირველად ვაფშე ცხოვრებაში ასე პირველად დავინახე ელექტრო გიტარა. შეერთებულია და გახსოვს ხომ მომენტ პირველად რო ელექტრო გიტარა ჩამოკრავს და მეთქი რა ხდება ვაფშე აი რა ანუ რანაირად ვიგრძენი იცი თავი ანუ მე ესე იგი მაგის ღირსი ვარ თუ რაღაცა უფლება მომეცა რომ მე ეს ამას ვხედავდე ანუ წარმოიდგინე უშუქობები და რაღაც რომელ პერიოდს გეუნები ხო ხტები რა მართლა რო შეუძლებელია რაღაცის გაკეთება და ახლა პირიქით რა ახლა ყველაფერი არის ოღონდ გააკეთე აი მაგრო დავინახე ეს ყველაფერი ხო ანუ იმ დღესვე ჩემმა ნაცნობმა ძმაკაცობას ვიწყებდით კაკრას რა უნდა დაგვეწყო ურთიერთობა რა რამოდენიმე 2 კვირა ვხდებოდით უკვე ერთმანეთს და ხო იცი ახალად რო უძმაკაცები მას და მან მოწვა რა რომ მე ანუ კაროჩე გავაფრინე რო დავინახე აი რა ვაფშე ხო და ტიპმა მითხრა რომ სახშიო გიტარა მაქვს და დედაჩემი ვაფშე მუსიკის მასწავლებელიაო და მოიო ერთი დღე ჩემთან სახში რაღაცა ყავა დავლიოთ და გიტარას მოგაგიდებიებ ხელს კაროჩე აი მაქრო გიტარაზე რაღაცა დამაკვრევინა ორი თითით მახსოვს მიევიღე და რაღაცა ანუ Nirvana-ს Rape Me-ს ვითო რაღაცა რა სუპირველად მაქრო მოვკიდე ხელი всё მე უკვე დავიწყე ძებნა და შვიციმიანი გიტარა ასე ამ ხელაპასადკა მუშტით რო უკრავ ხო რა დაბსტეპს რო უკრავ გიტარა ხო რა რო ჩაუჯექი და ამ პერპონჩი მაგრა დამევასა აქედან გამომდინარე რა მაგრამ ეს რატო დავიწყე ამის ლაპარაკი არ მახსოვს რაზე ვთქვი New Wave-დან მოვდიოდით იგიც მახსოვს ვაფშე თავიდან ბათუმის სიტუაციაზე და შეხედულება რა ბათუმზე რა შეხედულება აუ მიწის რა მაგრა გააქანა ძმა ოდნავ ჩვენ ახლა ჩავაფურცხუნეთ პროსტა უცევ თქვით და ბაზარი გავაგრძელეთ თუ არა მიწის რა იყო რა თან ძალიან დიდი მე მგონი იმიტომ რომ დაჟე ხმაც გევინონ ანუ საკაიფოდ გააქანა იმენი ძალიან ისე იყო რა ქვია ეს თან მესამე სართულია და ახლა ჩემები მე-12-ზე არიან რაღაცაზე ვბაზრობდით რატომ მე რა მახსოვს ისე მაგიც მახსოვს მაგასაც გეტყვი პირველად მეც მახსოვს ელექტროგიტარა რო დავინახე სად ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო და ახლა მანამდე კი თქვა თუ იცო რაღაცა თქვა რაღაც ბენდები ცოტა აქეთი კი რაღაცა ვიცოდი მაგრამ ცოცხლად ნახე ჩემი ბიძაშვილის ქორწილში ნუ რაღაც ბენდი უკრავდა და მთელი ბენდი იყო როგორ იცი აი თეთრებში და რაღაცეებში ერთი გიტარისტი იყო მარტო შავი ტყავი შარვალი და რა წითელი იბანეზი და რაღაცეები და თქვი ეს რა არის და აი დამამახსოვრდა და აი იმ ძმიდან მერე მოყოლებული დავიწყე მეც საიდან დავიწყეთ ვაფშე ამაზე ბაზარი მანამდე ბათუმის New Wave მოვიხილეთ რაღაცეები მაგრამ ბათუმზეო შენიო ის მითხარიო რომ მითხარი ხო ეკი მე რატო ჩაგერთი აღარ მახსოვს რაღაცა უნდა მეთქვა აზრი დამემთავრებია მაგრამ არა უშავს მიწის რომ ეგება არასწორს ბაზრობდი კაი ხო მაშინ გავაგრძელო შეიძლება გავახსენდეს რა ხო მე წლები რო გავიდა ამ ბათუმში რო ლაივები დაუკარი და რაღაცეები აი მე მაგრა დამევასა რა ის წლები თქვათ რაც უკრავდი და რაღაცეები დუჟუ ხა იყო ისეთი რომ სახლა სასტავიც გიჩნდებოდა ლაივზე იმ ლაივებზე რაღაცეები და გასწორებდა რა. იყო თქვათ ისეთ ჩამოსვლებიც, როცა 1 2 3 კაცი მდგარა მარტო. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ხო და ძველი ვაიბიდან იწყები, ხო. როგორი ის არის, იცი? ეს ქალაქი იმდენად ინტერნაციონალურია. იმდენად სავაჭრო ქალაქია. ხო, სავაჭრო, ხო, მაგრამ ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორც საქართველო არის და ისეთი მენტალობის მქონე ქვეყანაში, როგორც საქართველო არის, ასეთ ქალაქში ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს მუსიკას ყველა სულ ვაჭრობა და აბა ეს გასაყიდი, შესასყიდი და და ამ თემას არც თქვათ არავის მხრიდან ინტერესი არ მოყვება რა ასია მთელ საქართველოში უმეტესად ინტერესვისგანაც მოყვება მაგასაც ვიტყვი და რთულია მაგ მომენტში ეხა იმას არ ვამბობ რომ თქვათ მთავრობა უნდა უწყობდეს ხელს რა შევეცი ვაფშე ყველა მთავრობა ბაზარია რა მე აი ის როგორი თემა მაგას არა როკეროლი არის და ჩვენთან ვაფშე არანაირ შეხებაში ერთი არსებობს რომ რაღაცა თქვათ იქ ვენიუ შეიქმნას ვიღაცა ტიპი რო არის და თავის სივრცე როა გახსნილი რა და რაღაცა ეგ სივრცეების არარსებობა და ეგ რაღაცები იწვევს მე იმას რომ აი ყველაფერი ნელდება და ჩერდება შენ და ვაჟას ბარი რო იყო ხე ეგ ისეთი ადგილი ისეთი მაგარი ადგილი იყო
მანამდეც მან დანაკრავი მაქვს, მაგრამ მე თქვენ ხე რო გააკეთეთ. მან რო ლაივი გქონდა ჩვენ, ეგეთ ლაივი ბევრჯერ არ გქონია. ხო, არა, ძალიან მაგარი იყო. რა პატარაც არ უნდა იყოს სივრცე და თავარი რო მართლა დუხი არის, ხო და ამ ქალაქს აქ ეგ დუხი რა. ყველა ვარიანტი. აქ ხალხმა ძალიან მაგრად იცის მუსიკა, ძალიან მაგარი მსმენელიცაა. მე გადავობთ ხოლმე სულ იმაზე, რომ ბათუმლები სულ გრანჟერები ხართ ყველა და ანუ ეგ დუხი იმენა ქალაქში სუნი დგას, მუსიკის სუნი არის, პროსტა იმდენად ანუ ხელშეწყობა არა, ხელშეწყობა რა არის? ელემენტარული ინტერესი. შენ რო მუსიკას უსმენ, რა სტილის მუსიკასაც არ უნდა უსმენდი ახლა მე და ბათუმში ვცხოვრობ და გევიგე რომ რაღაცა ბათუმში ბენდი არსებობს და ლაივი აქვს. ანუ რანაირად არ უნდა მიხვიდე პროსტა. ხო და მაგის თქმა მინდა რა. ანუ ხელშეწყობას ეძებენ, ბოდიში, საბა. ხელშეწყობას ეძებენ რაღაც ხვანაირად რა. ანუ მე რითი თქმა მინდა რა. ანუ განსხვავებაც რო გითხრა ჩვენი, ანუ რა. არის მუსიკა და მუსიკოსი, როგორც მაგალითად მომუშავე ადამიანი, ცუდად არ გამიგოთ, ანუ მუშაკი თუ როგორ ითქმა, თანამშრომელი, ხო, ну რაღაცა არის ესეთი მუსიკოსი. და ჩვენი ამბავი კიდევ ვაფშე სხვა, ჩვენი მიწისქვეშეთის ამბავია და მაგაზებს საუბრობთ და რის თქმა უნდა, იცი, აი ასეთი ხალხი, ასეთი მიწისქვეშეთის ხალხი გულით რო ხართ, მე რო ვიცი, ყველას რო ვიცნობ თან, მაგათ, ყველას ვიცნობ. ხო, ახლა და მე ვიზეს ვამბობ კავერებს და რაღაცას რო უკრავთ და ყველა არასწორად რო გებულობ თქვენ თავზე ის ხალხი ვიზეს არ ვამბობ. მე ვამბობ იმ ხალხზე, ვისაც ვიცნობ. მე მაგას ვისაც ვამბობ, ყველას ვიცნობ ვაფშე და გული რომ მткиვა, მაგიტო ვამბობ მაგასო ანუ აქეთ მაგას ვამბობ რომ ხელშეწყობა რა ახლა მე რო გავიგო მართალი ხარ შენ მე რო გავიგო რომ ბათუმში ლაივია რაღაცა და რა ანუ ვარ ხა და მაგალითად ქუთაისიც იგივეს საქმე უნდა მქონდეს რომ იქ არ მივიდე იმიტომ რომ ჩემთვისაც ესე იგი ხდება ისეთი რაღაცა ისეთი ინტერაქცია უნდა მოხდეს რომ ჩემ შეხედულებებშიც და ყველაფერში რაღაც ცვლილება მოხდეს შეიძლება რა შეიძლება ვაფშე რა და ამ ქალაქს ჭირს ეგ მაგის თქმა მინდა მე რა ჭირს ეგ თბილისი ახლა იმ ხელა ქალაქი არის რაღაც მე მაგალითად გეტყვი ახ ქუთაისზე გეტყვი მაინც უფრო შედარებით რა წევს წინ თბილისში ახლა ხო იმ ხელა ქალაქი არის რომ იმდენი ხალხი ცხოვრობს კიდე თუ არა მოდის ხალხი ლაივს ქუთაისში როგორ არის იცი კი შეიძლება ვიღაცა აუ იქან საბაიას კონცერტი აქვს იმო და იქან ვიცხა ახალი ბენდია და წევედით და ეგ აქვთ მაგრამ всё ხო, მაგრამ მაგი ხო არის, მაგრამ მაგი არის, რაღაცა იწყება უკვე მოქმედება. პრობლემა რა არის, იცი, რომ აი ბიჭო თემა რა არის, იქ თან ქუთაისში ზეთვიჟუ ხარ, რომ აი ეს ბილეთში ფული. ხო, ნუ ეგ არის, ეგ მაგასა. ბილეთში ფული. ანუ ეგ რო თქვა და ეგ ვაფშე მთლიანად საქართველოში არის. კი. რომ მუსიკოს კონცერტს მარტო იმისთვის ხო არ აკეთებს, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს და შენ სიამოვნება მოგანიჭოს. იქიდან რაღაცა ხო შემოდის რომ ისევ თავის მუსიკას მოახმაროს რომ ისევ შენ გასიამოვნო ისევ შენ ანუ შენ ხო მუშაობ რომ ხელფასი აიღო და შემდეგ წახვიდე გასართობად კლუბში იქნება თუ ლაივზე ხო ხო და შენ რო გასართობად მიდიხარ ჩვენ იქ ვუკრავთ ანუ იქ მუშაობთ თან ბახოდ მიხდი და შენ რო ხელფასი გიხდიან ჩვენც ხო გვინდა ხელფასი რაც ხო ახლა რა და ჩვენი ხელფასი ბილეთია რა პრობლემაა აი რო დავაკვირდი რანაირი თემა არის რომ ამ ქვეყანაში აი საშუალება არ გაქვს იმისი რომ მუსიკას ბოლომდე მიუძღვნა თავი რა ანუ ფული რო არა ქვეყანაში სამუშაო რო არა ხო ანუ სამუშაოსაც თავი გაანებე თქვათ ამით გინდა რომ იცხოვრო მუსიკით გინდა რომ იცხოვრო წერ ისეთ საინტერესო მუსიკას რომელიც ხალხს იზიდავს და მაგით გინდა რომ იცხოვრო რა კი პონტი არა ბრატ პონტი არა თან რა იცი ზოგი პრობლემა გითხრა ახლა ბათუმის კიდე განსხვავება ქუთაისის პონჩი რა ქუთაისში მე ივენტების მაგ ნანახი რაღაცეები ბილეთის ფასიც მაგ ნანახი ანუ აქ რო უყურებ უეჭველი გექნება შენადარები და ანუ საქართველოა და რამდენი კილომეტრია ქუთაისიდან ბათუმამდე 150? ხო, ანუ 150 კილომეტრი და ანუ რამხელა განსხვავება ფასების პროსტა მუღამე ბათუმში რა ხდება ვაფშე ძმობას გაბიწე? სიგიჟე. ანუ აი ხა დღეს მოვდიოდი და რა ხდებოდა, იცით? 17 ლარი მივეცი კიდე მამაში. ანუ გეტყვი ახლა 7 ცალი ნორმალური ზომის კიტრი ვიყიდე. მე და შენ რო გვაქვს რაღაც მაგ ზომის კიტრები, კაროჩე რა. ანუ მე არ ვიცი ახლა ზუსტად რა ზომა გამას, მაგრამ ანუ რო წარმოედგინო ნორმალური ქართული ზომის კიტრი სახეზეა წერია. ქართული ზომის კიტრები ვიყიდე. 7 ცალი ძმა და 5 ცალი ზუსტად ამხელა ასე ამხელა პამიდორები.
და 17 ლარიო. და ამას მეუბნება სად იცის? ან მე Goodwill-ში და შეგი არ ვიღავენ და მაგარ მაღაზია. იმენა ბაზრობის პონტი როა რა, ყველაზე ხარ იქ. Goodwill-ს წარმოიდგინე რა ხდება? ანუ კიტრი და პამიდორი ძმაო საქართველოში 17 ლარი. ანუ ძალიან ცოტა. და აი ხა წარმოიდგინე რა კიდე. ბევრი ივენტს ვხედავ და ივენტზე არ უკრავს მაგალითად როგორც ანუ სიტყვაზე, ანუ ვაფშე ცნობილია რა ბენდი. დაჟე შეიძლება ჩანაწერიც არა აქვს რა, ვაფშე ბენდს. ნიტო что დასასერჩი ბენდიც არა შეიძლება რა. და დაჟე შეიძლება DJ-იც არა დასასერჩი. გამიგე? ხო და ანუ და ივენტი და ხედავ და ანუ 50 ლარი შესულა და რა ანუ რა საიდან ანუ 50 ლარს ანუ მართლა ვერ გადაივიხ მეც ვერ გადავიხდი 50 ლარს. არა მე ისმის ხო. ახლა მაგალითად რო აიღო ჩვენაერი ხალხი, ჩვენი ტიპები რა, იმენა როკ-ენ-როლშიკები, იმენა ჩვენი ბომბჟები, ჩვენები გაროშე რა. იმას შეიძლება 50 ლარი სულ კონდეს დასახარჯად სახელიდან რომ გამოდის, სიგარეტის ყიდვაც უნდადეს და კაი დასველდება, იმაში ტაქსი არ წავა, მაგრამ რო შემოვა 1-2 ჭიქა ჭაჭა ხო უნდა დალიოს. ყველა ვარიანტი. ან 2 ლუდი ხო უნდა დალიოს რა. მაგას ვამ. ანუ თუ ახლა ძალიან მაგარი ჩემი ხერხი მე ვიფიქრე მაგაზე რა. მაგ სიტუაციაში რა უნდა ვქნა? კაროჩი თუ იმნაირ სივრცეში გვაქვს ლაივი, სადაც აი თქვათ თან ბიჭო ვერული მაგნაირ სივრცეებს გვერდს ახლა ნახე რა გულისხმობ. თუ თქვათ ხალხი გისმენს და რაღაცა და სივრცეს გიზახის და ხალხს უნდა რომ თქვათ მე იქანე ვერ მოვდივარ, მინდა აქან რომ მოვიდე. და ხო, თქვათ ბილეთი ღირს 50 ლარი. რა დავამუღა მე იცი რომ 50 ლარს ვინც იხდის, აი მამიგოს შვილი თქვათ. იმან გადაიხადოს, შემოვიდეს. ხო, ბაზარი. დანარჩენები, აი ომი მაქვს ამაზე. დანარჩენები ვინც არიან ჩვენები, ბომბჟები, მიწისქვეშეთები, რა უქნა, ვადგენთ ხოლმე სულ უამბუდით. არა, ნახე საბა თქვენი სიტუაცია კიდე სხვა. მესმის, მაგრამ თქვენ ხართ ცნობილი ბენდი. მესმის, ხო, მაგრამ თქვენი სიტუაცია კიდე სხვა. მაგრამ ეს კიდე ვაფშე არადასასერჩ ბენდებზე და არადასასერჩ დიჯეებზე დაჟე. და მაგაც რო 50 ლარი წერია და უცებ სკაზის ლაივზე 50 ლარი რო წერია. ანუ ოკეი, სკაზის ლაივზე 50 ლარი შევდივარ, იმიტომ რომ იქ რაღაცები არის რა. დონე ცოტა მაღალია, კონცერტის ივენტის მეიქინგიც მაღალ დონეზე მიდის, აპარატურაც ხარისხიანი მიდის და უფრო მეტი ხარჯია. ოკეი. без проблем, მაგრამ შენაც კი მაგიც უნდა იყოს რა. ხო, ამიტომ რომ ყველას არა. არა დასასერჩ ხალხზე. ჩემთვის ახლა როგორი თემა იცი? სკაზის ბილეთიც არ უნდა ღირდეს მაგდენი ჩემთვის რა ამ ქვეყანაში რა. და მაგიტო ვართ ისე რომ სულ ვომობთ რომ აუდას და ბილეთებზე სულ ისა გვაქვს რომ აბა ფასზე ომი გვაქვს და რაღაცა. მაგიტო გვიწევს მე ვთქვათ იმ ხელა სიების შედგენა რომ შემოვიდნენ. მარტო იმიტომ კი არ შემოვიდნენ ეს ჩვენი ახლო ხალხი რომ კონცერტს მოусმინონ. არა. ეს ამ ხალხმა რო დაინახოს რომ ეს ხალხი აქ დგას და რეალურად ამ ხალხმა იცის ეს მუსიკა, მაგისთვის რა იცი რამდენჯერ მიკაიფია რაღაცა ფესის საკონცერტო სივრცეებში, რომ აი მენა ჩვენი ხო, მაგრად ასწორებს და მე როგორ მისწორდება, იცი რომ ვხედავ ამას და ვიდეოებს რო ვუყურებ, მე ხშირად ვერ მოვდივარ ახლა თბილისში და რაღაც თქვენს ლაივებზე, მაგრამ ვიდეოებს რო ვუყურებ რა, რომ ზუსტად მასეთი სიტუაციები რო იწამლება. ხო და როგორ უყურებთ იცი? ვიღაცებს ძალიან ესეთი რეაქცია აქვს, რომ ვაიმე და ლაივიდან წასულა ბევრი რომ სლემის გამო და ეს რა და რა ხო. კამონდა რაღაცები. ვიღაცები იწამლებიან. და ეგა მაგარი არის ეგ. ხო და ზუსტად მაგის თქმა მინდოდა და საერთოდ რომ ტექნოზეს და რაღაცეებზეც რომ ამბობ პოდკასტებში რაღაცებს და კლუბებზე და ეგრევე რო იცით მიღება და ამერე ტექნო ანუ რატო ვამბობ რისთვის წინა სიტყვაობა ხომ არის ანუ უნდა გადახედოთ იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა ახლა ყოველ დღე რო ხარჯო გაჭამო 1 წელი გაგისწორდება ხო არ გაგისწორდება რა ანუ მრავალფეროვნება გვინდა რა ხან ყველს ვჭამდა კიტრს მარტო ერთი კვირა ხან მე რაღაც ჩაის სვამ პროსტა ხო ანუ მე იმის თქმა მინდა რომ არ უნდა იყოს ერთი რაღაცა და ყველა ჩაბღავჭელო ერთზე მაგალითად ქუთაისაც და ბათუმსაც უნდა რა ახლა არ ვიცი ქუთაისში არის თუ არა რა ისე გამოც ბათუმში არა მაგიტო ზუსტად რომ ანუ თვითონ ზავიდენიები და კომერციული ფართები და ბიზნესები რო წვიტავენ ბილეთი რამდენი უნდა ღირდეს ამ ბენზე და რაღაცა და ჩვენც რო გამოსავალი არ გვაქვს რომ ვიყოთ მაგაზე დამოკიდებული იმიტომ რომ შედგეს მაინც კონცერტი აქედან გამომდინარე ხდება მასე მაგრამ რო არსებობდეს სივრცე მაგალითად დარბაზი ხო რომელი დარბაზის აღება უფასოდ შეიძლება ხო გამიგე ან რაღაცა ისეთი გადასახადი მოვლის რა ანუ ეს რო იყოს ანუ ერთადერთი რამ რაშიც სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ანდერგრაუნდში
არის ეს ჩვენ ვაფშე არაფერს არ ვითხოვთ და ჩვენ თავრობასთან შეხება არ გვაქვს მაგრამ ელემენტარული რა იმ კიტპრამიდორში რასაც ხარჯავ მაგის საფასურია ხო რა ანუ ეს არის ჩვეულებრივი შენობა და ეს უნდა იყოს ქალაქში და ნიტო что მაგ შენობაში შეიძლება კლასიკური კონცერტებიც ჩატარდეს და შეიძლება სხვა ნახე რა მაგარი იქნება რამე კლუბი და სიტყვაზე კლუბს ქვია პაკახონტოს და ყველაზე ხა კლუბ და სხვა და ანუ მიდიხარ იქ რიგია რაღაცას არის რა ვიღაცა ყავს რა სიტყვაზე ზავხოზი იქ არის ერთი როჟა რა და მიდიხარ ჩვენ ამ დღეს გვინდა როდისაა თავისუფალი ამ დღეს ღებულობ იქ რაღაცა გადასახადია შეიძლება ტენის სიტყვაზე დამლაგებლების რაღაცეების მაგ ფულს იხდი ბილეთებიდან და ვსო ჩვენი სიტყვაზე ბაბაჯანას ლაივია და ჩვენ ბაბაჯანაზე ღირს 10 ლარი ბილეთი არ მაინტერესებს ვსო მაგრამ ასწორებს სიტყვაზე X კაზიმევი და SKA სხვანაირი უნდა სიტყვაზე SKA-ზე ღირს 5 ლარი ბილეთი. იმაზე ღირს 50 ლარი. იმან გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვიზამთ ისე როგორც ჩვენ გვინდა. ხო და თან სივრცეც ის თავს ინახავს და შენ რაღაცა ელემენტარული შემოგდის. მართლა იმ კიტპრამიდორში რომ შენ ფულს იხდი, მინიმუმ მაგის გამო გეკუთვნის რა, მუსიკოსი ხარ, ესაა შენი საქმე, მათემატიკოსი კი არა, მუსიკოსი ვარ. დაკვრა ვიცი მაგრამ და იხოს, ხო? ხო და სივრცე რა, უნდა არსებობდეს რომ უმეჭველი. ანუ ისეთ ყლეობებში იხდის მთავრობა ფულს ხო ის იქ ვაფშე იხდის ფულს. ახლა მაგი კიდე ცალკე საკითხი არის. რაში იხდის და რაშია? რაში არა, მაგას არ ვეხები ჩვენ. ხო და აი მაგამბავია რა, ელემენტარული ერთი სივრცე თითო ქალაქში რო არსებობდეს. უჭველი უნდა იყოს. გინდა ზუგდიდი იყოს, გინდა რუსთავი იყოს, ყველას ეკუთვნის. ხო. იმიტომ რომ მუსიკა მარტო თქვა მელოდია ხო არა, ინფორმაცია არის ძალიან დიდი რა. ინფორმაციის გარეშე ვიღაცას სულ ფეხებზე კიდეა ჩართავს იმეც და უყურებს იმას არ აინტერესებს, ვინც არ უნდა მევიდეს თავრობაში და რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში და მუსიკაში. ბაზარია რა. მუსიკა ინფორმაცია არის და ყველას ჭირდება ეს ინფორმაცია, როგორც ხავტრობა, მწერლობა და ყველაფერი ვაფშე. კაროჩე ახლა ერთ ამბავს მოგიყვები კიდე და სადღი გძელოს მე ვიტყვი, ხო მე ვიტყვი. მე მინდა საბა გაგიმარჯოს პირადად ჯენ და მინდა იყო ჯანმრთელად პირველ რიგში. ჯანზე მინდა იყო, იმიტომ რომ შენ რო იქნები ჯანზე, შენი კაი აზრები და შენი კაი ქმედებები უფრო დიდხანს იქნება ზმა. გაგიმარჯოს, ერთად გაგვიმარჯოს. ოქრო ხარ, ერთად გაგვიმარჯოს და ჩვენი თამადობით ჩვენ კაი ხალხს გამომარჯოს კიდე. ხო და რას ვამბობდი იცი, ნახე, მაგალითად ბევრი რო ინტერესდება სათხართ. ბევრი ინტერესდება რაღაც კომენტარები იყო და რაღაცეები. რომ ინტერესდება სათხართ გამოჩდით ჩვენ ისა რა ქვია, ვისი ამოვნებთ თქვენი მუსიკის მოსმენით. ანუ ჯერ ბოდიში და სულ რომ რესტორანში ხარ ადამიანი, მიწის ქვეშეთის მუსიკას რესტორანში ვერ მოისმენ ჩვენ მუსიკას რა. საბედნიეროდ 1, 2 და 3 ადგილი მაინც არის, სადაც 1000-ში ერთხელ ტარდება ასეთი სტილის კონცერტები და ეს უნდა მოძებნო და მოხვიდე. იმიტომ რომ ალტერნატიული მუსიკა არ იკრება ვიღაცა რო ჭამს იმის ფონზე. ამან. და პირიქით ხდება საერთოდ უნდა მოგძებნოთ და უნდა დაინტერესდეთ და ისე მოусმინოთ. იმიტომ რომ წარმოდგენილი სურათის გარეშე ჩვენი მუსიკის მოსმენა არ შეიძლება. არა, გამორიცხულია. რა თქმა უნდა. და ნახე რა ხდება ახლა. ჩო იდეა მომივიდა და ვიღალე რა, არაფერი აღარ ხდება რა, მარტო ხდება რა, ერას მოედანზე კონცერტი გეცდება დღესაც 26 მაისი, ხო, ვიცი ჩემი დაბადების დღეა, მაგარი ასწორებს, იქანე რა ქვია, ახალ წელს და რაღაცა, ოკეი. სხვა კონცერტები ვაფშე გაქვს რა, კი, არსებობს, მაგრამ როგორ არის, იცი? ბათუმობათ 11-ია სიტყვაზე, 12-ში გია 13-ში, ერთად და გაერთიანე და გაბაძგუპი მიდის იქანე, მენა დაყოფილი მიდის. ბაზარია რა, მაგის არ გვეხება ჩვენ, გეიხეთ. მაგრამ ჩვენ ციხე კიდე გეთქინით ვიდეო ერთი კონცერტი. ანუ რა თემაა, იცი? დავფიქრდი ბოლო და მეთქი მოიჩვენით ვიჩალიჩოთ, კაროჩე რა. და ვეუბნები ერთ ჩემ ძმაკაცს, ვისაც ბენდი ყავს და იმ დროს ვიყავით ორი ბათუმში, იმ დროს ორი ბენდი ვიყავით, მე მგონი ახლაც ორი ბენდი ვართ ჯერჯერობით. ალტერნატიული მუსიკის ბენდი, შეკრული ორია. ჩვენ ბაბაჯანა და კიდე კეთფიში. თუ არ მეშლება. ხო, თუ მეშლება კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი ბენდის სახელი. ხო, კეთფიში. ხო და ანუ ვეუბნები აკეს რომ მეთქი ბიჭო, წამო რა, საზაფხულო თეატრი ხო ისა, საზოგადოებრივი ამბავია რა. საზაფხულო ოპერის თეატრი შეიძლება კლასიკური მუსიკის რაღაც კულტურის ცენტრის ამბავი იყოს, ოკეი. და საზაფხულო მე მახსოვს რომ საზაფხულო თეატრი გაკეთდა კაკრას ადგილობრივებისთვის და რაღაც ამბავი და მეთქი ბიჭო და აკეთთან მაგ მუშაობს ახლაც თუ არა არ ვიცი ზუსტად. ნუ ვიღაცები არის ნაცნობები იყო რა. მეთქი აკი მოვიმ შენი ბენდი, ჩემი ბენდი, მეთქი 2 საათს ნახევარს გავქაჩავთ კონცერტივში შვენიერია მეთქი.
შევიკრიბოთ საზაფხულოში, მოვცხოთ ლაივი მეთქი რა. ბოლო-ბოლო აკაურები თუ არ მოვლენ, სხვათა შორის მახსოვს თქვი, რომ ბიჭებს მეთქი ქუთაისში ვეთყვი რა და პროსტა გოუსწორდება და შეიძლება ერთი მარშრუტკა ხალხი ჩამევიდეს მეთქი რა. ანუ პროსტა რაღაცა ინტერაქცია მოხდება მეთქი. რაო და რა ხაო და პროსტა რატო იცი? 20,000 ლარი. ანუ მე უნდა მივცე 20,000 ლარი საზაფხულო თეატრს, რომ მე იქ დავუკრა, მე. მოქალაქე. იმის ინტერესი კი არაა, რომ რა ინტერესი ძმამ, რა ხდება, იცი? მაგ თეატრის წინ დგას ბაბუა ჩემის ძეგლი. ენვერ ხაბაძის ძეგლი დგას, მა. ხვალზე ხარ რა? ჩემი დიდი ბაბუას მეკუთვნის რა, წარმოიდგინე და მეც ვცეკვავდი ძალიან დიდი ხანი რა. მაკპონჩი მამაჩემა შემიყვანავს. ანუ მაგ ადგილას სადაც მივდივარ მე და მინდა რომ ჩემი ხელოვნება წარმოვადგინო და ჩემი შემოქმედება 20,000 ლარი უნდა გადაიხადო. 20,000 ლარი უნდა გადავიხადო, მიხვდი? მაგარი ქვეყანა. და მე რა მაინტერესებს იცი? მაგ ამ ზაფხულს იყო თუ წინა ზაფხულს არ ვიცი. ჩამოსული ეს ექსპატები, ეს სლავები, ყველა ჩემთვის სლავი არ მაინტერესებს რა. რატო იცი? იმიტომ რომ რუსები თუ რაღაც, იმიტომ რომ ჩემთვის მე რო დამიყენო ახლა ბელორუსი, რუსი და უკრაინელი ერთად, ხო? ანუ სამივე მეგონება ერთი ეროვნების. ანუ რუს არ ვიტყვი მარტო და მარტო რაღაცას არ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის ერთი იქნება რა. რა უკრა, როგორც ვარ გაზრდილები და ვაყურებინეთ, ისე ვუყურებთ. ბელარუსია ყველა. ხო, რუსი ხო ტყულა ხო არ ქვია და მაგათ ბიჭო, ანუ 3-4 ბენდი იმენა ზუსტად ვიცი რა და ვაჟამაც იცის და ენრიკომაც იცის cover ბენდები, cover ბენდები, რაღაცა ანუ cover ბენდები. ქირაობდნენ იმას რა ქვია ამ საზაფხულო თეატრს ავსებდნენ ამ დარბას, ბილეთი ღირდა 100 ლარი. ჯერ პროსტა კანონით არ შეიძლება, მაიმე მგონი. 100 ლარი. რო ვაფშე, სკორპიონსია. ხო, რო შევეხოთ რა, ვითოს აბუთები და რა, ჯერ ვაფშე ვიდეო კანონით არ შეიძლება 100 ლარად ყიდის ბილეთს ის ადამიანი, ვის ორგანიზატორიც მოქალაქე არაა ვაფშე აკაური. გამიგე? და ანუ მე არ მჯერა რომ იმათ 20,000 გადაუხადეს. რო ამათმა 20,000 გადაუხადეს ამ საზაფხულო თეატრს, რომ ამათ კონცერტი და მთელი ზაფხული ეს სლავები, ჩამოსული ექსპატები აკეთებდნენ ლაივებს და იყენებდნენ როგორც სარეპეტიციოს, აი სიმართლე რო გითხრა, იმენა აკლეზე იგლიჯავდნენ იკაურობას, და მე აკაური ბათუმელი დაკვრამინდოდა კონცერტის გაკეთება და ვაფშე პროსტა ნახუიზე გამიშვენ რა. არჩა ნაი რაღაც. და მე მეუნებიან რატო ატრაკებ და რატო ატრაკებ რა. რატო ხდება არაფერი და თქვენ შიქ ხო არ გაქვთ ვაფშე, ამიტომ ვატრაკებ, გამიგე? ხო და სანამ გადავალ ამ ამბებზე, სანამ სიცილით ვამბობ, მე ისმინეთ პროსტა და всё. ხო და ასეთი სიტუაცია. მაგრამ აი რაღაცა იცი, მაგას აი ვერაფერს ვერ დაარქვე მაგას ვაფშე რა. ისეა რაღაცა დახამებული ხალხი ფულზე, რომ საჯარო სივრცეებსაც აზიან რა, აჯდებიან რა. არა ინტელექტუალურია, რატო იცი ძმა? ანუ შეიძლება მე ფულზე ვიყო დახამებული, მაგრამ როგორ ვქნა, იცი? შენც გაგისწორო, იმასაც გოუსწორო, იმასაც და მე ფულები მივიღო. მაგენი ამობენ არა ინტელექტუალურია? არა, მე ვამბობ რომ მაგენი არიან, არა ინტელექტუალურად აკეთებენ ფულს, რატო იცი? ანუ მაგალითად ახლა მე რო ვიყო რა, ნაბოზარი რო ვიყო, შენც გაგისწორებ, იმასაც გოუსწორებ და მე ვიფიქრებ ფული და რაღაცა. მაგრამ ყველა კმაყოფილი მეყოლება რა. ხო. კენი ძმაო, რაც კიდა ის კენი, არავინ არ გიყურებს შენ ჯიბეში, მაგრამ დებილები არიან, იმენა დებილები არიან, ბრატ. ხო, მაგას ვამბობ, იმენა დებილები არიან, რა. ანუ ასე ვიტყოდი, რა ვისვანან. მაგას გონიათ ახლა რომ აუ ისე მოქმედებენ ფანტომასი, რომ ვერავინ ვერ გერგულობს. ხო რა. ყელეგი არა ვარ. ხო რა, ანუ ხვაზე ხარ რა, ასეთი სიტუაციები გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი არის საკეთილდღეო, იცი რატო? იმიტომ რომ ჩვენ ხო პოზიტიური ადამიანები ვართ და ჩვენ ხო მაგარი ადამიანები ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია ნეგატივი და საქციელები, რომელიც თუდად მოქმედებს ჩვენზე, გადავაქციოთ მუსიკად. Yes, sir. გადავაქციოთ ინსპირაციად, გადავაქციოთ რაღაცეებად რა და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვაჯობებთ ამას და ამიტომ ჩვენ ვერავინ ვერ დავხრის. და არც ჩვენ არ დავხრით არავის, ჩვენ მაქსიმუმ ვახტუნოთ ხალხი პირიქით მაღლა და მაღლა რა და ამიტომ ასწორეს ჩვენი ამბები მე მგონი. თემა რა არის, იცი, რომ აი მაგ ხალხში თავარი პრობლემა რაც არის, რომ ბიჭო, მუსიკოსი გონიათ ხო ეს გონიათ რა. ვითო არა. ის საქართველოში ეგ პრობლემა არის მთავრესი მუსიკაში, რომ მუსიკოსი აღიქმება არაფრად.
ვაფშე არაფერია. მუსიკოსი ხარ? დამკვრელი, მუსიკანტი ხარ? ამდენს უთქვია, იცი? წადი შენ და შეეც რა. მუსიკ ვინა შენი მუსიკა. არა და მაგენი და მასმაკფერი ხალხი ხო მინახია დღესასწაულებზე ცნობილი მუსიკოსების, გამოჩენილი მოცეკვავების, გამოჩენილი მწერლების დღესასწაულზე გამართულ კონცერტებზე მოსულები და ზეიმობენ და არიციან რაზე არიან მოსული. ანუ წარმოგიდგი, ხო ხტები რა? ენიო თუერიო მორიკონეს დედა შევეცი? მაგას რო კონცერტი ქონდა ქუთაისში რობი კუხიანიძეს რატო არ ქონია იმნაირი? ენიო თუერიო მორიკონემ კარიერა დაასრულა ქუთაისში, სასწაული ამბავია ყლეზე ამ კიდია. მაგნაირი კონცერტი არც ეს ქუთაისურ ბენდს არ ქონია ქუთაისში. რატო? რატო იგი არის ახლა ვთქვათ თესლი და ჩვენ აქ არ შეგვიძლია მუსიკის წერა და არ ვყავს ვთქვათ გენიები ან თესლი როჟები ამ მუსიკაში. რა როგორ არ ვყავს? მე ამ ყველაფრის იმედი მაქვს და მე მგონი სადღეგრძელოს მოითხოვს ახლა ეს ამბავი. ჩემი აზრით ჩვენ ვყავს ნამდვილად მასეთი ხალხი და ჩვენი დროც მე მგონი სადაცა მოვა რა. ჩვენ დროს რო მოიძახი მე არ ვამბობ რომ მე დასაბას დრო მოვა მარტო. მე ვამბობ ანუ ამ სისტემაში და ამ ალტერნატიულ მუსიკაში მის მოღვაწეობს იმაზე ყველაზე ვაფშე. ანუ ჩვენი დროც მოვა, იმიტომ რომ ეს უსასრულობის ნიშანი როა, ხო იცი რა? ასე მაინც ბრუნავს დროა გინდა არ გინდა რა. კიდევ ამბობდი წინა პოდკასტებში რომ ეს ელექტრონული მუსიკის ტალღა იყო მანამდეც რა. ეს ძველ კლუბებში ტარაბუა და ბუნგალო და აჭერა მეთქი. აჭარა არენაში და რაღაცებში იყო იმენა მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპიც იყო, აჭარა მუსიკ ჰოლი და აჭარა მუსიკ ჰოლი, ხო, არენა რა. მაგი იყო რა, ის ბასიანი იყო მაშინდელი მაგი. ხო რა და მაგარი მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკა იკრებოდა და იყო რა თემები. და მაგას ვამბობ რომ ეხა კაკრას ხო, აი ისე გამოიფიტა და გამოიცალა ელექტრონული მუსიკა, იმიტომ რომ მარტო საქართველოში არა, საერთოდ ვამბობ. ანუ მეინსტრიმზე რა ხდება, მხოლოდ BPM-ი ემატება. ანუ იმენა პროსტა BPM-ი მიატება და სადღაც მიდის ჰაერში და თუ ადაპტირდა ეს ადამიანები იმაზე რომ BPM-ი იმ დონეზე სწრაფი იქნება რომ უბრალოდ სიხშირის ხმა იქნება და ამაზე რო გაიფობს ხალხი ანუ შეიძლება მაგამდე თუ მივედით ანუ რა ვიცი მაგამდე თუ მივედით ესე იგი ამ ტუში ყველა თავისას პაულობს რა და მე რა მგონია ხელოვნური ინტელექტი გამოიგონებს რაღაცა იმნაირი საუნდებს რომ აი ის ისე სიამოვნებს ყურს რომ რაღაც შეიძლება მართლა ტუ იყოს და იჯდე ასე 4 საათი და ხო ეგ უკვე ჩვეულებრივ დამონების პონტია მაგრამ როგორც წესი ბუნების კანონი აი ეხა კაკრას უნდა წამოვიდეს ეს უკმარისობა ამ ემოციების ამ ლაივების და ამ ანდეგრაუნდული მუსიკის და კაკრას მაშინ ვზეიმობთ ჩვენს მალ ეს ზუსტი ხარ შენ გითხარი სატყეგრძელო მოდი ყველაფერს ნამდვილს გაუმარჯოს რა მუსიკას პირველ რიგში მუსიკა თუ ნამდვილია იმას შანსი არაა რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს ვიღაცა ერთი კაცის გული მაინც ისე არ დაიჭიროს და იმ ერთი კაცისთვის ღირდა ყველაფერი თქვათ ჯოზარი არა კი ნამდვილს გაუმარჯოს ყველაფერს და მუსიკას ნამდვილ მუსიკას გაუმარჯოს ჩვენი მუსიკების თამადობა ჩვენი მუსიკების თამადობა ხო და მე არ მახსოვს წინა პოდკასტზე სად გავჩერდით ვაჟა სად გავჩერდით წინა პოდკასტზე ხო არ გახსოვს აეროპორტში ფარსმანა იტოქში ფარსმანა შენ ფარსმანა იცი ხო ხომ იცნობ ფარსმანა უძმეს სასწავლელია მე ფარსმიკა ოზი და ტრევისა ერთად არიან გადმოუხვიენ კაროჩე ლენზე ერასმოედანზე მოძრაობენ და ბენდის გაკეთებას აპირებენ რა ფარსმანა უთხრა long live rock and roll tonight რა და ოზი აი კაცმა რა მითხრაო სიმონა please do Mr. Tips am დაიო კაროჩე რა და ფარსმანამ სხვანაირად გეიგო გეიგე და ამან თურმე რა უთხრა მაგით იცი რომ დამშვიდი ჯერ ადრეა ცოტა მაგისო და ფარსმანას ეგონა რომ всё აბარა დავაი მივაწექით რა და ახლა უნდა გავაგრძელოთ აქ ერია ხო ფარსმანას ეგონა რომ პირიქით ეუნებოდა კაროჩე ფარსმანა ხო ეგონა ახლა რომ იგი პირიქით ეუნებოდა რომ არა და უზიმ ხო უთხრა რომ ის ჯერ ფარსმანი ადრეა არ გვინდა რაღაცები და ფარსმანა იჭერა და იგენი rock and roll tonight და დავაი კონცერტი დაგეგმა ისე რომ ბიჭებმა არ იცოდნენ კაროჩე რა იქ ოზიმ ტრევისამ და რაღაცები არ იცოდნენ რა და
რომელი არ მახსოვს რიცხვი რა იყო, ნათლობაში იყვნენ ოზი და ტრევისა. და მაგას ბოშ ნათლობაში იყვნენ რაღაცები და უცებს კავ და აფიშას ხედავენ კონცერტი აქვს რა დღეს. მეცა ვის ნათლობაში იყვნენ, ვინ და ვინ? მაგას ნათლობაში იყვნენ ტრევისა და ოზი. ხო და ფარსმანა ჩათვალა ხო ეგონა რომ დევიწყოთ და იგიო. всё, ясни. ამან ლაივი მოხოვდა ხო აზე ხა ფარსმანა, აგერ არიციან ლაივი რო არის. და ეგ ნათლობაში არიან რაღაცები ბიჭები თვიჟუხობენ იქით რაღაც ხვინო იგი და. კეიპობენ. რაც ხა ჩასკროლა ას ტრევისა ხედავს აფიშას. რომ კონცერტი არის. და აგერ არიციან რომ კონცერტი არის. короче, ატყდა ერთი ამბავი ჯერ ფარსმანას თორეკე რა შობი ვიჯო იგი რა მაგრამ rock and roll tonight ახლა ფარსმანა რო იქ всё არ გოვა და ზადნი ვეღარ მიცე. короче, ნათლობა მეიხსნა. მე ბოუში ჩასმული არ იყო წყალში, ბოუშიც მეიხსნა და დავა ყველა წევიდა rock and roll tonight და ყველა წევიდა კონცერტზე. ясно. და კონცერტზე და იწოდა ჯერ ფარსმანა დგას მარტო სცენაზე. არავინ არ დგას მეტი რა. სადაა კონცერტი? კონცერტი არის, გეტყვი აგერ ახლა სადაა კონცერტი. კონცერტი არის პირდაპირ მახინჯაურ ხო არის იქ ბათუმში სამშენებლო. შუა გზაზეა იმენა კონცერტი. ტრასაა. ხო, გადაკეტენ. ტრასა არის, გადაკეტენ. ასე დგას, короче, ფარსმან. და კონცერტი და ტრაილერები მანქანა ყველაფერი გაჩერებულია, ხალხი შოკირებული არის, განმოსული არიან გარეთ და სხვა და აი ოზი გადაიგე. ხელებგაში და იგივე აქედან გზაში არიან და короче, ფარსმანა მიკროფონი მეიმარჯვა ხელში და რა თქვა შენ გააქცელა. აჰა. მიკროფონი აქვს ხელში და რაღაცა გამოაცხადოს, ხო, ალბათ. თუ ანუ იმიტომ რომ ფარსმანა წესით ბარაბანშიკია, მაგრამ კახონი ბარაბანშიკია, მაგრამ დანარჩენი ბენდის წევრები არ არიან, ჯერ მოსულები ნათლობიდან მოდიან, და იქ ხალხი მოგროვილია უკვე. ხალხი მოგროვილია, ტრაილერები გაჩერდა, ყველაფერი გაჩერებული არის ვაფშე და ხოში თესლი ვიზუალი გეიჩი. ფარსმანა ხო, რაკნას არის ის ახლა, ხო? მარტო დგას სცენაზე და ბიჭებს ელოდება და მიკროფონი აშ მეიმარჯვა, ხე მოაწვა ხო ისე rock and roll და მეიმარჯვა ხელში და რა თქვა მითხარი ახლა. короче, მეიმარჯვა მაგ ხელში აი მიკროფონი და ასე მეიმარჯვა და ბათუმს გაუმარჯოს. ხვაზე ხარ და იცაღის ბათუმი ამბავი რაღაცა რა. მისებულად, короче, ჩარტო და თან ნერვიულობს ახლა იგი უნდა მეიფიქროს რა თქواس რა და მანამდე მის ფრაზებს უშვებს რა ხვაზე ხარ რომ rock and roll punk და post punk-ი ანუ იგივე rock and roll-ი და ამ ყველაფერს ბაზრობს ბათუმს გაუმარჯოს ეს ახლა მოვა ოზი და მთელი ამბავი რა და მაიქ დგას ჯემალა ხვაზე კეთებაძე და ხალხი დგას იმფერი რა ის ოზიში მოზი პროსტა აინტერესებთ რა ხდება რა გადაკეტილია ყველაფერი ხვაზე ხარ რა ხო და ფარსმანა ახლა ფიქრობს რაკნას რა ხვაზე ხარ და ფარსმანას ეგრევე აქედან გვერდიდან მიაწოდეს ტექნიკოსები იყვნენ ახლა იქ არა არის ხო ხვაზე ხარ მარტო არ უქნია იქ ყველაფერი რა ტექნიკოსები და ფარსმანას მიაწოდნენ აი ჩარტყი ერთი ჭაჭა შენო მანამდე ხვაზე ხარ სანამ აგერი მოვლენო რა და ჭაჭა მიცენ ხელში და სანამ ურტყავ და სანამ და ჩერტყა დაინახა რომ ხო ფურცელი აქვს რა მოხვეული ჭაჭის ჭიქას ხვაზე ხარ და მოხსნა რა რამე მესიჯი ხო არაო ხვაზე ხარ რა ხო და აი მოხსნა აი ფურცელი კაცი და კითხულობს ფარსმან აი ოზი და ტრევისაცებს короче ფარსმან დეიწყე დაკვრა და ჩვენ მოვალ ზუსტად 7 წუთში ხვაზე ხარ რა შენ დეიწყე დაკვრა სოლოს პონჩი შეყვანა გააკეთე რა და არ გამოგვაცხადო ჯერ ვინ იქნებაო რა და ჩვენ მოვალ დალჩე ჩვენ ვიზამთ ყველაფერს და короче ოკეიო და ჩაარტყა და ხალხს უთხრა რომ ვიწყებოით ოქში რა და დაждდა დრამზე და ახლა დრამის სოლოს დაკრა დეიწყე მაგრამ პირველად დაждდა დრამზე ზმა კახონზე უკრავდა აქამდე სულ პირველად ის დრამზე ხო და არ იმჩნევს რა ვითო მაგრა უკრავს თქო და დაждდა და რაღაცა სოლოს უბერავს არ მეგი ახლა 7 წუთი უნდა დაუკრას короче რაღაცა შეყვანა რომ აგერი რომ მოვლენ და შემოვლენ თან პახოდო ვეშიც გაგძელდეს რაღაცა ასეთ პონჩი რა სხვა ვერ მიფიქრე ვერაფერი короче ეგ ხო დაჭდა ახ ფარსმან დრამს დაიწყო და რაღაცა ებსოლუებს იქ ან უკრავს და სიმღერა მიკროფონში ამბობს რომ 7 წუთში ხო უთხრენ იგენა 7 წუთში მოვალთო და არით სახარაქნას და ხო იცი ფანტაზია დიდი აქვს ფარსმანის და მიკროფონთან მივიდა და პირველ სიმღერას ქვია 7 წუთიო და დაიწყო და და მიკროფონი აქვს თან და 1 2 3 და ითვლის ამ 7 წუთამდე ითვლის სხვა ხარ თან და უკრავს და რაღაცეები და ვიღაცეები იქ ან ხო ტრაილერები და რაღაცეები ხო გაჩერებული და იგანო ვის ხამ იქ ან ტრაილერის მძღოლმა რაც ხა პრეტენზია გამოთქვა
რაი 7 წუთი მე ვიცადო ახაო და რაღაცები ხო ამას გადახდილი ქონდა რამე ფული არა ყველა უფასოდ იყო არა უფასოდა არა ის პრეტენზია ქონდა ხო არა იმას ახლა იმ თურქეთში აგვიანდება კონცერტი არ აინტერესებს და ეხა პროვოკაციის სამავსილობს ხო ახლა 7 წუთი მე ვიცადო ცხებს იზახისა ფაშა მან დაყარა ეს რამის ჯოხები და ტრეილერი ხო იყო ამ ტრეილერს მქონდა კომბოსტო მქონდა თურქეთში შენ გამოაღო ტრეილერი უკან კომბოსტო გადმეიღო ასე და კომბოსტო აი ტრეილერის ხო ჩამოაცვა ასე თავზე იმენა თავზე ჩამოაცვა და ამას თავის მაგ ჯანზეა სერი ხო არა მაგარ ჯანზეა მართლა მაგარ მისი ასაკისთვის კი რა მენძლისა არა ამბობს და არ მინდა რომ გაუტყდება მაგრამ მე მგონი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურე კი მაგარ ხოძეა და ძალიან ათლეტურად გამოიყურე კი ცოტა პროფილმა დაურღვია თემა იქეთა კამერა მქონემ და ვარ კამერაში მენა მაგრამ თლელად იყო ესე იგი კომბოსტო ჩამოაცვა თავზე წამევიდა დაბრუნდა სცენაზე დაჯდა დრამთან გავიდა 5 წუთი 2 წუთი დარჩა 2 წუთი ახლა 1 2 3 4 რაღაცა 2 წუთი ცითულის ხუაზე ხარ და უცებ ცეცხლები ამეიყარა ყველაფერი გეიშალა იქან სისარტყელა გამევიდა იქან ყველაფერი და ეხრუბლები გადეიშალა მზე გამევიდა გამოაჭყიდა და კაკრას მარშრუტკა გაჩერდა და ტრევისა და ოზი ჩამოვიდა ხუაზე ჩამევიდნენ მარშრუტკიდან და გამევიდნენ სცენაზე და ოზი ეგრევე ხო არა როჟა ხო ის სტარო მახინჯაური ეგრევე ბარო ბიჭები ეგრევე და წავიდა დაიწყო ლაივი ხო ახლა მე არ მეთქი ასე რომ ქენი უნდა მეიფიქრო და ანუ მე ვარ გოლადალი ესე იგი ოზი ის კაპუსტოთი იქან დგას აუყურე ახლა რა ხდება პახოდო აი ყველაფერი შე რო თქვი სანამ აი ოზი და ტრევისა გადმევიდოდნენ და სცენაზე ამევიდოდნენ და სანამ გიტარებს მიცემდნენ და ქანეკო უკეთებდნენ აცხენს კაროჩე რა ვიცი დრო არის თემა შეგრა იქან ოპერის თეატრის ხალხი შეწუხდა ძმა გამევიდა იმენა იმუშავენ რა იტოქში ხო და მანამდე სანამ აგენი გადმოდიოდნენ აი კაპუსტოიანი ტიპი კაროჩე რა ტრეილერის ღოლი რო დგას რა და ჯერ ანუ ასეა რა ვერ იძრობს ამას და ცოტა იმაშია რა ანუ შეწუხებულია კაცი რა და აქ ჯეკია რო იყო კეთებაძე რა იფიქრა იცი ასე გადახედა გადმოხედა და ჯვაკანე ფარას გავაკეთებ მე რა უცბად ბუტკა ჩადგა კაროჩე ხოაზე ხარ რა ანუ რა პრობლემა იყო რა ხოაზე ხარ მიჭედა მოჭედა რაც 10 წუთში ბუტკა გამეიყვანა კარნავალის ხოაზე ხარ ბუტკა გამეიყვანა და ამას აი კაპუსტოს იგენი სულ ფარფლებად აძრო უცებ ტოლმები ახვია და ეგრევე ტოლმა ხოაზე ხარ 1 ლარი 1 ტოლმა და აქ ხალხი მოუგროვდა უკვე ამას ამან ბიზნესი დაიწყო კაროჩე სანამ აგენი მევიდნენ სერალმა აი კეთებაზე უკვე ფულს აკეთებს რა მიხდი ხოაზე რა მაგარ თემაშია და აი ოზი რო იძახის ხოაზე ხარო მადლობა გამარჯობა რაც ხა იქით აქეთ ერთივეში დამთავრდა ხოაზე ხარ და რაღაცა წინა სიტყვაობა სანამ დაიწყებს ხოაზე ხარ რა დაკვრას რა ხო და ტრევისა უკრავს სკრიპკაზე თუ სკრიპკა ტრევისას ბარაბანში კი აღარა რაღაცა მახსოვს შევცვალთ ან სკრიპკაზე უკრავს ან გიტარაზე უკრავს გიტარისტია რა ხოაზე ხარ და ტრიციკლი გაჩერებული ყავს ქვევით რა ხოაზე ხარ რა მოუყვანეს რომ მაგის გარეშე არ შეუძლია კაროჩე რა ინსპირაციას ღებულობს იქედან რა რო უკრავს რამე თუ რაღაც არ წევიდა დუხში რამეს კი არ იყნოსავს პროსტა ტრიციკლს შეხედავს ხოაზე ხარ და ეგრევე ცეცხლდება რომ აი მე რა მყავს მე და ეგრევე წკავ და კაროჩე მაგარ თემებშია რა და ეს ოზი კაროჩე უკვე ერთი კვირა რა აქ ნაჭამი კაროჩე აი ყველია ქაური იგე ყველის გამოდარჩა ვაფშე პირველად აქანი რა ბათუმში და ყველი არ აქ ნაჭამი და ყველაზე ხარ ამას ხო ბაზრობს და გადმოხდა ტრევისას ეკითხება ტრევის შენ არ მახსოვს რამდენი ხანია ხარ უკვე ბათუმში აქ და ასე ვიაწოდა მიკროფონი და ტრევისა ეუბნება კაროჩე მე უკვე წელნახევარი აქ ვარო კაროჩე რა და კაროჩე შენ იციო აქაური ყველაფერიო კიო ხო და ასე გადახედა კაროჩე იმ როჟას ის ტრეილერის ღოლი როა და ამან ხო უკვე ფარფლები მოაძრო და განთავისუფლდა რა მაგრამ მაინც შეწუხებულია და ვერაფერს ვერ ამბობს ახლა რაკნას არის ის პარსმანამ უკვე გააჩერა და აქედან გადახედა და შენ სადაური ხარო რა ეკითხება რა და იმან აქაური ვარო მე აჭარელი ვარო ხო და ძმა კაიმაღი მოჯევიო კაიმაღი ხო კაიმაღი და ბორანო მოჯევიო ასე უთხრა პირდაპირ რა ანუ ოზი მამას რა და ახლა შენ უნდა გააგრძელო და არა ხდება ამა ხო გადმოხედა ოზიმნე კაიმაღი და მოჯიხოება და ამ დროს ბატონს ხო აკეთებს და რა ერთება შეხედა ბიზნესი ხდება
ნახე, ამან კაიმავი მოჯვია უთხრა ტრაილერის მძღოლს და ტოლმას აკეთებს კეთებაზე ჯემა. ხო და ის ტოლმას აკეთებს. ამან ხო უთხრა. მოჯვიდა რა ცხები კომბოსტოთა ხო ეძაბება იქიდან რაღაცები და ეს ტოლმა ხო ამოაქვს ამას და ტოლმა ხო იც რანაირი არის გახვეული რო არის იმაში. ტოლმა ამოაქვს და უცბე გახვეულიასა იხსნება და ამოდის კურტი. ვაა. ამ ტოლმიდან. კურტი ხედავს ახლა რო ზეცუროა ნარუტოში ისე. ხო. ხო ზუსტად. ხო. კურტი ტოლმიდან ამევიდა ხოაზე ხარ და უყურებს ახლა რომ ეს ოზი ტრაილერის ხეს კაინოინაი მოჯი უძახის და გიდა იმა რაც ხა შელაპარაკო იქა ოჯახს შეხებები და ეგენი გააძრო გაშალა შტირი ეგრევე და ნე ეგრევე დაატაკა ამ წყოს ბრატ ამ ძღოლს ხო იმ ტრაილერს ოჯ ხაბოვე რა გიხწერ ბრატ იქანი ამბავი ატყდა იქანი ციოკია იწია პროსტა ვერა გიხსერ და ეგია ძღოლი ვინც იყო ვაფშე გაარიდან ვაფშე დუჟუხას ის დაჭრილი რაღაცეებს საუნდტრეკს ჩააწვინენ და რაღაცეებს გადარჩა უეჭველი არ გადარჩა კი კაც წეიყვანენ და რაღაცეები იგი კარგად დაახთხეს და რაღაცეები და კურტიც ავარდა იასნა სცენაზე ჩაულებრად რაფერაც უყარს ჭიპონი და იჭირა ხელში გამევიდა ნენენე და აი კაი აღნაჭამი იყო უკვე კი თან ტოლმიდან ამევიდა ნენენე და ტოლნოვიდა ეგენი აცხია და ყვითელი ზეცუდი ლაივი დაიწყო გარჩ მიმდინარეობდა საღაცა 1 საათი გაუჩერებლად უკრავდნენ რა იმენა მუღამში შევიდნენ ტრევისა ოზი ფასმანი და ხალხი ძალააგდა ამ დროს ხვაზე ხარ და ხალხი ვაფშე მიხვდა ყველაზე მნიშვნელოვანს რომ ეს როკ-ენ-როლია და ეს მუსიკაა და ეს ფასმანი არის და ეს ოზი ოსბორნი არის და ვაფშე ყველას დაავიწყდა იქან ტრაილერის ხოლი და ხო ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ თავარია ჩვენ ვიკაიფოთ შევირგოთ და რაღაც ხო ლაივი მიმდინარეობს 1 საათი არის რა და ამ 1 საათის თავზე უცებ წდება ლაივი უცებ გაჩერდითო ვინც ხაიძახის რომ აი დაასტოპეთო რაც ხა ხდება და სცენაზე გამოდის ზალი უდუმაშვილი იცი ვინა ზალი უდუმაშვილი კურიერის სამყარი ბრატ კურიერი გაქვს ნანახი კურიერი ხო კი რუსთავიურ ზალი უდუმაშვილი გასა ხო კი მაგარ პიჩოს გახო კი გამოდის ზალი და მიკროფონთან მიდის და გააგზელე ბრატ ოუჩი აი მომენტა ვასხა ზალ უდუმაშვილი აჰა მომეაგერ მაგარი თემაა ზა კაროჩე აი კურტაობები და იგენები ასნია უკვე მაგერმა იმენა მოჭამენ მისი რა მოსაჭმელი და თავარია ჩვენ ვინმე სამე არ მოგჭამონ და აი ზალ უდუმაშვილი კაროჩე გამევიდა და ამბობს რომ მე ვიყავი აგენტიო მიხდი ანუ ქართულად არ მახსოვს პრიკრიციე კაროჩე რა რაფერაა ქართულად ვაი კაროჩე აი შემოგზავნილი ჯაშუშის ხოდი ხო ანუ რაღაცის ქვეშ ანუ და კაროჩე რა პოხო იტოქში ხო ვიღაცის მოგზავნილი იტოქში და ზალ უდუმაშვილი თქვენ ვერ მიხდით არ დააკვირდითო პროსტა გეგონათ რომ ზალი ანუ ზაკო ან ზაური იქნებოდა და უდუმაშვილი პროსტა უდუმაშვილიო და აქ ანუ შიფრია რა დამალული რა შიფრია იცი ნახე ახლა უდუმაშვილი ანუ უდუმ ანუ ნახე უდუმ ხოაზე ხარ რა ანუ ეს ან რაღაცა საბებშია ხოაზე ხარ წასული ან შეიძლება კიკი იყოს ისე გაკეთებული რომ ხოაზე ხარ არ ყოფნიდეს და თუ გაშლილი სივრცე იყო თან იქანე მაგ დროს ხოაზე ხარ რომ დარტყამ თუმ და მოდის უკან და კი ბრუნდა მიხდი ანუ ეს ხმა უდუმ აშვილი ხოაზე ხარ რა თემაა ნახე აშვილი აშვილი არის უდუმ და ხაიხეთ ფეხით ხო ხსნის ხოაზე ხარ რა პარტმან ხაიხეთ ხო ხსნის რა ას ხოდა და კრეში შვილი ხოდა უდუმ აშვილი ხოაზე ხარ რა და აქ თემა რაშია რა აი აბა აქ რატო გევიჩითეო რა რომ დააკვირდითო პროსტაო რა ამდენი ხანია არ მალავდი საკუთარ თავს მაგრამ თქვენ არჩე ვერ მიხდითო რა და ახალ მოგცემთ მინიშნებებსო და ესე იგი ეს უდუმაშვილი არის რა იცი ანუ ბითია რა ხოაზე ხარ რა და ზალი არის საიდან იცი წამოსული ბალი ხო იცის მა
ბალ, ხო იცი რაც. დემონის სახელია, ხო მე მგონი ბალი? ხო, აბა ბალი და აი ზალი რატოა, იცი? ხვაზე ხარ? ეს არის ხვაზე ხარ. Crossroads-ზე ეშმაკთან ხელის მოწერის ამბავი და იგენი ხო იცი რა, მაითემაა რა და მაგის ახსნა უნდა ხარ რა. რომ ფარსმანოს თურმე ხელი აქვს მოწერილი გეიგე და მაგიზა ჩამოაკითხა რა და მაგიზა ელოდებოდა რა რაღაცებს ელოდებოდა და შანსი მისცა თან წარმოედგინე ხა იქ. ეშმაკთან ხელის მოწერა და ტიპი ოზისთან და ტრევისასთან ერთად კონცერტზე გეიჩი და უსე მახინჯაურშიც რა ხვაზე. მაგიტო და ეს უდუმაშვილი გევიგეთ და ბალის გამოგზავნილია ზალი, კაროჩი. მიხდი? ხვაზე ხარ რა? ნახე ხარ ახდება. ესე უბნება რომ მე ვარ ზალ უდუმაშვილი, ეს თქვენ გაიგეთ უკვე ჩემი სეკრეტი, რაშიცაო და კონექტი. ხო, თუ რაცა და უთხრა რომ რატო რისთვის გამომიშვესო რა მე ეხლა ის ფარსმანას რო რაღაც ხელი აქვს მოწერილი, მე გასაგები, მაგრამ რისთვის ვარ მე მოსული ახლა რა უნდა უქნაო ხვაზე ხარ რა? აგენს უნდა ჩუჯვა კარნავალშიო კაროჩი რა. აგენს და ჩუჯვა კარნავალშიო, თქო, მაგითო გამომგზავნესო რა. ახლა აგენი მხიარულობენ და თემა, იმიტომ რომ იქ რაც იყო შეთანხმებაო Crossroads-ზე. რაზეც ხელი მოაწერაო ფარსმანამ. ის არ შესრულდაო, დარღვევაო რა. და თან პახოდო თუ შეამჩნევდით თქვენო ყავისფერი საროჭკით ვარ მოსულიო რა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩიგიჯვათ და კარნავალშიო კაროჩი. ამ ფერას ხა ყვა რა. გავაგრძელო? ხო. კაროჩე ერთი ამბავი ხალხი უყურებს ახლა ამ ყველაფერს. ხალხი არის იმენა შოკირებული, კაროჩე, აი რა ხდება და აუ სკანდალები და რაღაცეები, თელი ტელევიზიები და ყველა მოვარდნილი არის და ამ კონცერტს იღებს ყველა. ამ ზალაზე გაგიჟდენ ახლა რო თურმე ვიყოფილა. ხო, TV25 და იგან ყველა აქანი არიან და კაროჩე ზალა ხო უძახს ამას რომ ეგი ეს და ეგი არ შესრულდა. ფარსმანის ხო ეუნება? ფარსმანი ეუნება ეს არ შესრულდა. ეუნება და ერთი ამბავი და უცებ ასე ცა იხსნება. აი იმენა ასხრულებ ხო? თან იქ მახინჯაურ ეგრევე ჩანს ყველაფერია. ცა იხსნება ასე და ხმა ისმის ციდან. ზალიო. და ამან რა არისო და ეხლა ნახე ზალი ვერ შეასრულა კარგად თავისი რაც უნდა შეესრულა, იმიტომ რომ ზალის რეალურად დავალებული ქონდა, რომ ფარსმანს რო არ ქონდა შესრულებული ქანი წესრიგად ყველაფერი, ზალის უნდა თავს დაცმოდა ფარსმანის. და მაგიტო გამოვიდა სცენაზე. აჰა, იას. და უსს ვიხსნება ასე, ცა და ციდან შუბი ჩამოდის ასე. და ეს შუბი მიდის ფარსმანისკენ პირდაპირ. და ზალი ისეთი გულის ბიჭი არის და ისეთი გულის. თუმე ამდენი ხარი რატო არ ისქნა ფარსმანას? ხო. იას. და გადაეფარა ასე ფარსმანას. და ეს შუბი ჩეესო ზალას. და ბიზნეს ხდება გეუბნ. და ჩეესო ფარსმანას და ფარსმანას ხელებში ჩააკვდა ზალი. ასე რომ ზალი უძახის და ზალისთან აორთქდა ხუაზე ხარ ეგრევე გაქრა და იმფერი თემა ხო იას. დეიშალა და რაღაცეები ეგრევე ვესტელის რეკლამა და რაღაცნაირი და დეიშალა და ხელებში დარჩა შუბი მარტო. იმას აი არაღია ხო. და ეს შუბი დეითრია მიაწოდა ტრევისას და ტრევისა ამ შუბზე სიმები გააბა ასე. და ნე ეგრევე სოლოები და ეგენი და მაგრამ უკვე ტრიციკლის ინსპირაცია აღარ ჯირდებოდა. ტრიციკლი მორჩა. ვაფშე. თორე უკვე შუბია ზალა. ტრიციკლი ისტორია ხვდები? ტრიციკლი დასრულდა. ტრიციკლი ეს აღარ შუბი. უკვე შუბი არის მისი წყარო. მისი ინსპირაცია და მისი მუსიკა და მისი rock and roll. არის შუბი. და ეს შუბი და უკვე კულმინაცია შევიდა კონცერტი, კაროჩე, მთელი ამბები მიდის და იგი ამ სასწაულები ხდება, კაროჩე. და გააქცელერა. და მე გავაგზავნე. მაშინ ჩემი აზრით რა ვქნათ, იცი? აქ დავამთავროთ. ხო, კაი. მივიდეთ ჩვენ. მეტი არა, ისეთ გაჯმამდე მივედი ჩვენ, რომ შემდეგ თუმარ ვიცი, აქ იმას თავსატეხი აქვს. ხო, ამედან ერთუ. ესე იგი, ვიმახსოვრებთ იმას, რომ ბევრ რამეს ვიმახსოვრებთ, უკვე ნათქვამია, დავიმახსოვრეთ, სად გაჩერდა ეს ყველაფერი. ჩვენც მივიდეთ მაშინ კულმინაციამდე, მე მინდა შენ გითხრა უღრმესი ძმური მადლობა და უჯიგრესი კაცი ხარ, რომ შეიწუხე თავი ჩვენთვის და ხშირად იწუხებს თავს ჩვენთვის და ჩვენც შევიწუხებთ ყოველთვის და მასე ვიცხოვრებთ, იმიტომ რომ ერთმანეთთვის აუცილებლად თავი უნდა შევიწუხოთ ჩვენ.
მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი თან მადლობა შენ. ასეთ სიამოვნებას რო ღებულობ ამისგან ამისთვის ვაფშე დიდი მადლობა და ვაფშე ძალიან მაგარია რა რომ ადამიანმა შეიძლება პატივი იქცეს და პატივი დაგდოს და რაღაცა წამოყვეს გაგიკეთოს მაგრამ თან ამისგან სიამოვნება რომ მიიღოს ეს ძალიან დიდი საჩუქარია ასე რომ ვთქვათ რა საბა და მადლობა მაგისთვის შენ შენაც მე მაინტერესებს შენ თავს რას შემოუძახებდი მაგალითად აი ყველაფერი ისე რომ იყოს როგორც ჩვენს კაპრებშია ჩვენზე დამოკიდებული და ავი ახალგაზრდა ალტერნატივშიკებს რა რჩევას მიცემდი რა თან სატყიგრძელოშიო ჩააქცო ეს ყველაფერი და რაღაც ასე რა ჩემ თავსაც და ახალგაზრდა მუსიკოსებსაც მან მაგ გავდივარ ჯერ ასე ვთქვათ წრეში რა თქმა უნდა მეც მაგ წრეში გავდივარ აუცილებლად იმიტომ რომ ვჩევდი იმას რომ რაც არ უნდა მოისმინონ რაც არ უნდა უთხრან რა სიტუაციაც არ უნდა იყოს თუ ისინი თვლიან რომ დაიბადნენ და გაჩნდნენ იმისთვის რომ თავი ბოლომდე უნდა მიუძღონ მუსიკას და როკ-ენ-როლს გააკეთონ ეს და არავის აზრმა მათზე არასდროს არ იმოქმედოს უბრალოდ ყოველთვის თავჯახრილებმა და თავაწეულებმა იმუშაონ, დახვეწონ, გაატრაკონ ყველაფერი რაც თქმელი ეთქვება ხმამაღლა თქვან, იმიტომ რომ მე თუ ჩუმად გულში ჩაიტოვებ და მე უამრავი პრობლემა მოყვება მაგას უბრალოდ თავის საქმე რასაც ხელი აქვს მოკიდებული ზოგი მხატვარი არის მართლა ზოგი როკ-ენ-როლში კი არის ზოგი მუსიკოსი ყველამ გაატრაკეთ ბოლომდე ამას გირჩევთ თქვენც და ჩემ თავსაც და ჩვენს ყველას რომ ვიღაცებს სამომავლოდ მივცეთ იმის მაგარი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყოველ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძალიან მაგარ ქვეყანაში. მიყვარხართ ყველა და მიყვარხარ შენ. გაიხარეთ, ვონ, გაიხარე. მეც მიყვარხარ. მეც იგივეს მე რომ მკითხონ, მეც ალბათ მაგას ვიტყოდი ზუსტად ახლა შენაც თქვი, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიზამთ, რას ვიზამთ და რამე თუ ჩვენსკენ მოდის, თუ შავი მაგიის ძალები არ არის ჩარეული ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ თვითონ ვიზიდავთ ყველაფერს, რაც ჩვენთან მოდის, მეგობრებო და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გაუმარჯოს Urban Tools, გაუმარჯოს Batum's, გაუმარჯოს Sabas და გაუმარჯოს ალტერნატიულ მუსიკას და ლაიქეთ აუცილებლად მეგობრებო. და გაგვიმარჯოს ჩვენ. გავკრით. Three, two, one.